დღევანდელობა ძალიან განსხვავდება იმ დროისგან, როდესაც მე ვიყავი პატარა და სკოლაში მივდივდი და თქვენც, რომლებიც ახალგაზრდები ხართ, მიდიოდით სკოლაში. დღეს საერთოდ სხვა გამოწვევების წინაშე დგანან ეს ბავშვები, განსხვავებულ ვითარებაში არიან და ყველაფრის გაციფრულებამ გამოიწვია მათი ცხოვრების წესის ყირაზე დაყენება. და ჩვენი ცხოვრების წესისაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენც ვართ დამოკიდებულები ამ ციფრულ ხელსაწყოებს, ამ სამყაროს, იმიტომ ამაზე არის მიბმული თითქმის ყველაფერი ჩვენი ბლოკნოტიდან დაწყებული, რა ვიცი, ბანკი, ტაქსი, რაც კი გვინდა. შესაბამისად, ვერ ეტყვის სხვას ბავშვს თითქოს ვერაფერს, იმიტომ რომ ხედავს, რომ მშობელიც სულ ამაში იყურება. მე სპეციალურად დავიწყე ამ თემით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ვეცდები, რომ რაღაც უფრო კლასიკურს, უფრო ადამიანურს და უფრო ბუნებრივ შევეხო, მაგრამ ეს გამოწვევა რო არის და ამას რა უყოთ, ესეც ალბათ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თემა ჩვენი საუბრის დღევანდელი. და საკმაოდ ბევრი ხარ და ინტერაქცია ჯერ ვერ გამოვა, თორემ მე თქვენი რაღაცაზე მეც მაინტერესებს თქვენი აზრი. იმიტომ რომ ჩვენ პირველად ვართ მშობლები და როდესაც პირველად ხარ მშობელი, რა თქმა უნდა, ბავშვთან ერთად იზრდები და სწავლობ ცხოვრებას და შეცდომებს უშვებ. შეცდომებს უშვებ დაახლოებით იმ დაგვარს, როგორც ჩვენი მშობლები უშვებდნენ, ან ზუსტად იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ესე არ უნდა მოვიქცეთ, როგორც მეკცეოდნენ და იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებთ და ამ პოლარობაშიც შეცდომებს უშვებთ, რა თქმა უნდა, და ან კიდევ პირიქით, აი როგორც იტყვიან, copy-paste-ით ვიღებთ იმ წესს, რაც ჰქონდათ ჩვენ მშობლებს. განსაკუთრებით დიდი ემოციის დროს. ბავშვზე უფრო დიდი ემოცია ალბათ არ არსებობს. შვილზე, ვისაც ეს გამოცდილი აქვს, მან ეს ძალიან კარგად იცის და ძაფრი და მძლავრი ემოციები კი იმას ნიშნავს, რომ ცოტათი სააზროვნო სივრცეს გვიხურავს. ანუ ძალიან შეყვარებული ადამიანი კარგად რო ვერ აზროვნებს, ვიცით, ხო? და აი ძალიან შეყვარებულები ვართ ამ ჩვენ შვილებზე და შესაბამისად გვეშლება რაღაცები და მე ხშირად მithქვამს მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, რომლებიც წუწუნებენ და მშობლებზე რაღაცას მეუბნებიან, თქვა ეს არ უყვარვა ან რაღაცა. მე მეუბნები, რომ ჩვენ კი ძალიან ბევრი რამე გვეშლება ცხოვრებაში, მაგრამ გვამართლებს სიყვარული და თუ გვამართლებს, რა თქმა უნდა, მაგრამ გვამართლებს, იმიტომ რომ ამას აკეთებს სიყვარულით და აი ეს აღიარება უნდა შეგვეძლოს, რომ მაბატიე მე შემეშალა. ჯერ ეს ერთი მე თუ არ უთხარი მას მოუხადე ბოდიში, ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ბოდიშის მოხდას, ზუსტად ისევე როგორც ვერ ისწავლის მადლობას, თუ არ გადაუხადე მას მე მადლობა. შესაბამისად, მე მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ორი სიტყვით ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანი არ არის სუფთა ფურცელი, რომელზედაც მშობლები რაღაცებს წერენ. ადამიანი არის ის, ვისაც ფოტოგრაფია უყვარს, ის ნეგატივი, რომელიც როგორ გამჟღავნდება რა პირობებში და რა ვითარებაში, სხვადასხვა ხარისხის ფოტოებს ვიღებთ და თითქოს ერთი და იგივე პეიზაჟი შეიძლება გადავიღოთ სხვადასხვა, მაგრამ სხვადასხვა რამე გამოგვივიდეს და სხვადასხვა ხარისხის. იმიტომ რომ გააჩნია ეს ადამიანი, რომელიც არის დატვირთული, უზარმაზარი გენეტიკური ინფორმაციით და ინდივიდუალური და უნიკალური, ის როგორ განვითარდება შემდგომში, დამოკიდებულია ნაწილობრივ და დიდწილად სწორედ ოჯახზე და ჩვენზე. თუმცა მის ბუნებაზეც, გენეტიკაზეც და სოციუმზე და ყველაფერზე ერთად, რა თქმა უნდა. და დაახლოებით, როგორც თანამედროვე მეცნიერები ამბობენ, ჩვენ გვაქვს მინიმუმ 7 თაობასთან წვდომა. ახლა ეს შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, ანუ ჩვენში არის ინფორმაცია გენეტიკური წარმოუდგენელი, შეიძლება ითქვას, ადამური ცოდნის მატარებლები ვართ ჩვენ. რაც რა მოყვება ჩვენ ახლა აქედან, პირველი მოყვება ის, რომ ყველა ჩვენთაგანს აქვს გამოცდილება ნეტარების და რაღაცა ძალიან მაგარის და ძალიან კარგის და გვინდა რომ ის აქვე ვნახოთ სადღაც და მეორე გამოცდილება, რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაცა კარგად დამთავრდება, რომ მოვა გამომხსნელი და გამოგვიხსნის აი ამ რაღაცისგან. ეს გამოცდილება ყველა ჩვენთაგანში არის და გარდა ამისა,
კაცობრიობას, რაც კი რამე უფიქრია, ჩაუდენია, გაუკეთებია, ეს ყველაფერი კოდირებულია ეს ინფორმაცია და ამიტომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც აი საუბრობენ იმაზე, რომ დნმ-ი, ანუ ჩვენი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა ერთ უჯრედში არის 2 მეტრი და ეს უჯრედები წარმოუდგენელი რაოდენობით არის ის რომ გადავამრავლოთ ამ 2 მეტრზე შეიძლება დედამიწას წრედა არ დგას ამხელა რაღაცა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. ეხლა როდის რა გამოვლინდება და იმ პატარა ადამიანში 46 ქრომოსომი ის დედისგან 23 და მამისგან 23 რა ინფორმაციას მიიტანს და რა მასალა ეს აი წარმოიდგინეთ რომ ამაზე ჩვენ ფანტაზია არ გვაყოფა რომ ესე ვიფიქროთ ამიტომ არის ყოველი ფოთოლი უნიკალური და მით უმეტეს ყოველი ადამიანი უნიკალური ერთნაირი ერთი კვერცხუძრედის ტყუპებიც კი განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან იმიტომ რომ მათ სხვადასხვა ინფორმაცია აქვს მიუხედავად იმისა რომ გენოტიპურად და ფენოტიპურად ერთ და იგივე არიან მე ვიტყოდი რომ სხვადასხვა სული აქვს მათ თორე დანარჩენი შეიძლება მოცემულობა ერთნაირი იყოს მაგრამ 2 სხვა ადამიანია და სხვა შორის ძალიან ბევრ დაკვირვებას სწორედ აი ამ ერთი კვერცხუჯრედის ტყუპებზე ატარებენ როდესაც საინტერესებს თქვა იგივე გენეტიკური მოწყვლადობა ამა თუ იმ ქცევისკენ კრიმინალური იქნება ეს თუ ბევრი სხვა რამე და რა თქმა უნდა ხა ესეთი ადამიანი რომელიც იბადება მას ჯერ კიდევ მოცელში აქვს თავისი ცხოვრება და ეს ახსოვს მას ახლა შეიძლება აი მაშინ რატო გეუბნებათ გინეკოლოგი ან ექიმი რომ კარგ ხასიათზე იყავით ფეხმძიმობის დროს და კარგ მუსიკას მოусმენთ თუ მას არაფერი ესმის და თუ ის ვერ გზნობს რა თქმა უნდა ყველაფერს გზნობს ყველაფერი ახსოვს და მას ეს ინფორმაცია აქვს და უფრო მეტიც არ ბავშვები რომლებიც არ უნდათ მშობლებს მათ ეს საიდანღაც იციან და არიან პრეტენზიულები აგრესიულები მშობლების მიმართ და სულ რაღაცა ზედავებიან ხშირ შემთხვევაში ოღონდ თვითონაც არ იციან რა ზედავებიან მაგრამ საიდანღაც იციან რომ თითქოს არ იყოს სასურველი რა თქმა უნდა მშობელს ეს დავიწყებული აქვს და უკვე დიდი ხანია ეს ძალიან უყვარს მაგრამ რაღაცით ანუ ეს ბრმა და ეს ინფორმაცია იმ პატარა ადამიანს აქვს და კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას ერთ მაგალითს მოვიყვან მაგალითად შესაძლებელია შემდგომში სივრცის აგორაფობია ეგრეთ წოდებული სივრცის შიში რომელიც შეიძლება იყოს კლაუსტროფობიის სახით ანუ დახურული სივრცის სახით შესაძლებელია იყოს სამშობიარო გამოცდილება, როდესაც ბავშვი იჭედება ამ გზებში, მას ახსოვს ეს რაღაცა რომ გაუჭირდა და თუ შემთხვევით ცხოვრების ხაზზე, როდესაც ის ცხოვრობს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სტრესი, ან რაიმე ტრავმა, რომელიც არის ანაბეჭდი ჩვენ ცხოვრებაში, ტრავმა არის ანაბეჭდი და სტრესი კი ყოველდღიურობა, აი შესაძლებელია მაშინ მოხდეს დატრიგერდეს და ამოვარდეს ის პირველი რაღაცა გამოცდილება, როდესაც მას უჭირდა და გაუჩნდეს შიში დახურული სივრცის. რა თქმა უნდა, მას კიდევ ბევრი სხვა წინაპირობა ჭირდება. ეხლა ესე მარტივად არ არის, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პერიოდი თქო და ზოგადად რო იბადება ბავშვი, მის განვითარებას სწავლობს ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს პიროვნებას და ხსნის ქცევას. აი ძირითადად მოკლედ რო ვთქვა, პიროვნების შემსწავლელი და ქცევის ამხსნელი მეცნიერება. და ეს სწავლობენ რომ განვითარებას და კრიზისებს, როგორც ფსიქოსოციალურს, ფსიქოსექსუალურს, მორალურს, ემოციურს და კოგნიტურს. და შესაბამისად ეს ამდენ რამეზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ ის კრიზისები, რომელიც უნდა გაიაროს ბავშვმა მანამ სანამ სკოლაში წავა 6-7 წლის გახდება, მანამდე ხდება მისი პიროვნული კარკასის ჩამოყალიბება და ეს პიროვნული კარკასი რას ნიშნავს? სახს რო ვაშენებთ, ჯერ საძირკველს ვაკეთებთ. ეს საძირკველი თუ არ იქნა კარგად გათვლილი და გაკეთებული, ეს სახლი, რომელსაც ავაშენებთ, ვერ გაუძლებს ქარტეხილებს, რომელსაც ცხოვრება მოუტანს. ადამიანიც ესეა, თუ ეს საძირკველი პირველი 6-7 წელი კარგად ვერ მოვახერხეთ საძი ფუნდამენტის ჩადება, შემდგომში მას შეიძლება
გაუჭირდეს. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მშობელს რო გონია რომ პატარაა და არა უშავს რა ესმის დავტოვებ წავალ საზღვარგარეთ ამ დროს ჯობია რომ ამ დროს არ მოხდეს, იმიტომ რომ ამ დროს ხდება მისი პიროვნული ჩამოყალიბება. ანუ იმ თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც არის მაგალითად პასუხისმგებლობა, რომელიც არის პოზიტიურად აზროვნებს თუ ნეგატიურად, ენდობა სამყაროს თუ არ ენდობა სამყაროს, ინიციატივიანია თუ არა, რამდენად დამოუკიდებელია, სქესთან იდენტიფიკაცია როგორ აქვს, საკუთარ სქესთან თუ საწინააღმდეგო სქესთან 3-დან 6 წლამდე ხდება. ამ დროს გარდა ამისა 6-7 წლამდე ამბობენ მეცნიერები, რომ სანამ ორ კბილს არ მოიცვლის, ბავშვი ჯობია სკოლაში არ წავიდეს. პირველი კბილის მოცვლა არის დაკავშირებული იმ პერიოდთან, როდესაც მას შეუძლია, ვისაც გაქვთ ეს გამოცდილება, აღსარებას იბარებენ 7 წლიდან. რატო ხა 4 წლის და 5 წლის ბავშვიც მოყვება რაღაცას, რომ იმას უჩქმიდე ან რაღაცა გავაფუჭე, მაგრამ 7 წლიდან მას შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს და ეს რაღაც პირდაპირ კავშირშია ამ კბილების მოცვლასთან და ალბათ ვისაც შვილები ყავს გვახსოვს რომ და ვიცით რომ ზუსტად ამას აქში ხდება პირველ კლასში ხდება ხოლმე პირველი ეს და ანუ ახალ ეტაპზე გადადის ის კრიზისი 6-დან 7 წლამდე ისე განსხვავდება 6 წლის ბავშვი 7 წლის ბავშვისგან როგორც ახლა მე და თქვენ ეგრე არ განსხვავდებით ერთმანეთისგან და თანდათან საერთოდ აღარ განსხვავდებით ხო რაღაც არც პასუხისმგებლობის ნაწილში არც აზროვნების არც არაფერში მაგრამ ეს ბავშვობის დროს ყოველი დღე ყოველი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცოტათი ალბათ არ უნდა ვიჩქაროთ სკოლაში 5 და 6 წლის ნუ არის სპეციალური ფრესკული და ბაღები რა თქმა უნდა ეს ამას არ გულისხმობ მაგრამ სკოლაში წავიდეს ბავშვი თქვა 5 წლის ასაკში და განა იმიტომ რომ ვერ შეძლებს მაგრამ მას ის არ არის მზად იმ ოპერაციებისთვის რა ოპერაციებიც უნდა ჩაატაროს პირველ კლასელმა ბავშვმა და რადგანაც უფრო კოგნიტურ თემას ეხება, ხა ემოციურსაც შევეხები. ამიტომ მაინც ვიტყვი ამ კოგნიტური განვითარება როგორ ხდება და რა ეტაპები აქვს კოგნიტურ განვითარებას. პირველი არის სენსომოტორული განვითარება, ეს დაახლოებით 2 წლამდეა, როდესაც ესე იგი შეგრძნებები, შეხებები, ტაქტილური ეხება სათამაშოებს იდებს პირში, ნუ ეხა ცალკე იმ თემაზე ვერ ვისაუბრებ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. თქოთ, იღებს ინფორმაციას, როგორც შეხებით, ასევე მოტორიკა ვითარდება, მსხვილი და წვრილი მოტორიკა ამ დროს რაღაცას ერთმანეთს დაშლის, რაღაცას აწებებს, რაღაცას აკეთებს და რაც უფრო მოძრავია ბავშვი, მით უფრო ასე ვთქვათ, კარგად ვითარდება. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ მოძრავი ბავშვების, სხვათა შორის ერთხელ მე მქონდა ესეთი მე პატარებთან არ მუშაობდა, მშობელმა მითხრა, რომ აი დარბისო და ყველა ამბობს, რომ ADHD აქვს და მე ვთხარი, მე რო ვიყავი პატარა, რომ ჩემნაირები რო ყოფილიყვნენ ვიღაცები ალბათ მეც მეტყოდენ მაგას, ჩემზეც იტყოდენ, იმიტომ რომ ჩემი ამბობს, რომ არასდროს არ ვждებოდი 6 წლამდე, წარმოიდგინეთ, მარტო დავრბოდი და არც გითამაშიაო. ახლა მე ესე კარგად არ მახსოვს, აი ხო არის ბავშვი თამაშობს და მე დავრბოდი და აუცილებლად წამლებს დამალევინებდნენ მეთქი, იმიტომ რომ რეალურად დღეს ბავშვი რომელიც შეიძლება იყოს ცელქი, შეიძლება ითქვას, რომ აი მას ADHD აქვს და მე თვითონ მეუბნებიან ეს მოზარდები დიაგნოზებს, რომ ეს მჭირს ის მჭირს და საერთოდ დიაგნოზის დასმას შევეშვათ Google-დან მით უმეტეს როგორც მშობლები ისე ბავშვები, იმიტომ რომ აცხოვრება არის პროცესში და იმ პროცესში შეიძლება ამ წუთას რაღაცა სიმპტომი მქონდეს, რაიმე დაავადების და ეს არ ნიშნავს, რომ მე დაავადებული ვარ. და საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მე მგონია, ჩემი ასაკიდან და გამოცდილებიდან არის სიმშვიდე და სისადავე. ეს არ გაუკეთო თემას ორკესტრირება და ვაი უშველებელი არ ჩართო. იმიტომ რომ ბავშვმა თუ დაგიჭირა ემოციაზე, მე მას ვითარდება ის რისიც შეგეშინდა. მარტივად გეტყვით, ბავშვმა რომ დაახვალოს და ვაიმე დედა დავიძახო, მორჩა იმან იცის, რომ ხელება არის ჩემი ყურადღების მიქცევა და ამას მე შეიძლება წიკი რაღაცეები დაეწყოს ესეთი იმისთვის, რომ ყურადღება მიიქცეს და ასე შემდეგ ბევრი რამე, ის თქო იგივე ბევრი ისეთი რაც მშობელს აშინებს,
ეს შიში არის ენერგია, ტრანსლირდება ამ ბავშვი, იტვირთება მასში, ის გრძნობს, მასაც ეშინია და თან ხედავს, რომ ამის მეშვეობით მას შეუძლია მშობლის ყურადღება, ძვირფასი ყურადღება მიიქციოს და როგორც ახერხებს, ისე ახერხებს და რაც მეტად გვეშინია, მით მეტად ეშინია და მით მეტად არაადაპტური ქცევა აქვს ბავშვს და ამიტომ მე მშობლებს მაგას ვეუბნები, არასდროს არაფრის არ შეგეშინდეთ, რაც არ უნდა სიმპტომი დაინახოთ. წამოკივლება, წიკები, ფრჩხილების კვნეტა, იქნება თმების გლეჯვა, რაც გნებავთ დაინახოთ, მთავარია რომ ამას შევხვდეთ მშვიდად, სიმშვიდით და სადაც, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა წამხედულობა, რაღაც ეპიზოდი და ჩვენი ემოციური რაღაცა ორკესტრით შეიძლება ძალიან გავამწვავოთ და პრობლემები შეუქმნათ ამ ბავშვებს. აქედან გამომდინარე ჩვენი პრობლემების ტრანსლირება რომ არ მოხდეს, ამიტომ მშობლები ხართ ძალიან საპატივსაცემო ადამიანები და ძალიან მოსაფერებლები, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდად და კარგ ვითარებაში დედებიც და მამებიც იმისთვის, რომ ბავშვებმაც იგივე იგრძნოთ. ეხლა 0-დან 2 წლამდე სენსომოტორულს, შემდეგ მოყვება პრეოპერაციული პერიოდი, ეს არის უფრო 2-დან 7 წლამდე არის, როდესაც ბავშვი იწყებს თამაშს. ბავშვები 2 წლამდე ბავშვმა არ იცის თამაში, აი დაბადების დღეს რო უხდიან და ყველა რო ცალ-ცალკე დადის და რო უნდათ რო ერთად ითამაშო, ვერ ითამაშებს 3 წლამდე ბავშვი, იმიტომ რომ მას არ აქვს აი ეს მომენტი გაზიარების, რომ მე მოგცე სათამაშო, შენ მომცე და არის ყველა რაღაც მერეც ეგოცენტრულები არიან, მაგრამ აი რაღაცნაირად არ ეთმობა. და ნუ 3 წლიდან ძალიან სერიოზული ის იწყება მე კონცეფციის ჩამოყალიბება საკუთარ თავს პირველ პირში, გოგო ვარ, ბიჭი ვარ ეს და უკვე შეუძლია, ნახეთ, აღქმა აქვს დიფუზური და დიფუზური რას ნიშნავს, რომ მულტფილმის გმირი, წიგნის გმირი, ბებია, ბაბუა, ტელევიზორში ნანა, ყველაფერი არის ათქვეფილი და გამოდიფერენცირება ხდება საკუთარი თავის ამ ფენომენოლოგიური ველიდან და მე თვითონ მე პლატფორმა, რაზედაც რა არის მე რო დავფიქრდეთ, ვინ არის ეს მე და საიდან მოვიდა ეს მე და ეს წარმოდგენები ამაზე. აი სწორედ ეს ხდება სოციალიზაციის პროცესში და იმ 3 წლის ასაკიდან, როდესაც მე მექმნება წარმოდგენები, რომ მე ვარ მარინა, მე ვარ გოგო და ასე შემდეგ. და ამ დროს უკვე ბავშვს შეუძლია ითამაშოს და შემოდის სიმბოლიზმი. აი ანიმიზმს ეძახენ, ხა ანიმიზმი დიდს რო ჭირს სხვა რამეა, მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ეს რას ნიშნავს, რომ ცხოველს აცოცხლებს, სათამაშოს აცოცხლებს, თოჯინას, ტკივა, ცხენი, ჯოხი შეიძლება იყოს ცხენი და ითამაშოს ჯოხიდან, ეს წარმოსახვით აზროვნებას უვითარებს ძალიან კარგად. მას შეუძლია რაღაცები ამ დროს თამაშობენ პოლიციელობანას თუ, რა ვიცი, სახლობანას თუ ომობანას და სხვადასხვა თამაშებს და კარგია თუ თამაშობენ, იმიტომ რომ არ შეიძლება 2-3 წლის ბავშვი ახლა რო დავიწყე პლანშეტით იჯდეს და პლანშეტში თამაშობდეს ამას, იმიტომ რომ მას სოციალური უნარები ვერ ექნება ამ შემთხვევაში და მე ეს ჩაკეტილობა და თქოთ აი შთანთქმა, რასაც აკეთებს მტვერსასრუტივით ეს სოციალური ქსელი და ხელსაწყოები ადამიანს აკარგინებს ადამიანურობას რაღაც დონეზე. ხა არ მინდა ძალიან მკვეთრი ვიყო და კატეგორიული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ითამაშონ. უზნაძე ამბობდა, რომ თამაში არის მომზადება მომავალი ცხოვრებისთვის. ანუ ბავშვი, რომელიც თვეების ბავშვი ხელებს და ფეხებს იქნევს, ის ემზადება სიარულისთვის, ემზადება ხელი რომ მოიხმაროს. როდესაც მე იწყებს რაღაცის თამაში, დედობანა, მამობანა თუ რასაც თამაშობს, ემზადება აი იგივე სკოლაში წასვლისთვის, რაღაც მომავალში ოჯახის შექმნისთვის, იგივე სკოლაში შეიძლება მასწავლებლობანა და ასე შემდეგ. რასაც ბავშვები თამაშობენ, ეს არის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და 2-დან 7 წლამდე არის ეგეთი პერიოდი, როდესაც უკვე პრეოპერაციულია, ანუ კონკრეტული აზროვნება ჯერ არ არის ჩამოყალიბება. ხა კონკრეტული რას გულისხმობს? აი მაგალითად, ეს წყალი ამ ჭიქაში რო ასხია, დიდ ჭიქაში თუ გადავასხამ, შეიძლება იფიქროს, რომ მეტია წყალი. ნახეთ, იმიტომ რომ რაოდენობისა და ფორმის ურთიერთმიმართება ჯერ არ აქვს კარგად გათვლილი. აი მაგალითად 7 ფანქარი ერთად რო დავაწყო ცოტა და რო გავშალო ბევრია. იმიტომ რომ სივრცული აზროვნების პატარისთვის და თანდათან იწყება აი აქ უკვე 7 წლიდან ეს როგორც გითხარით ამისი გააზრება.
და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ სკოლაში ესე დროს წავიდეს როცა არ გაუჭირდება თორე ხა მეც ისწავლის იმ წერა კითხვას და ყველაფერს რა თქმა უნდა და არის ესეთი დილემა არის და თქვენი აზრიც მაინტერესებს მაგრამ მე ჯერ ჩემ აზრს გეტყვით მე რას ვემხრობი და თუმცა ზოგი ამას არ ემხრობა. არსებობს ესეთი ორი მოსაზრება ფსიქოლოგებში, რომ ბავშვს თამაშით ვასწავლოთ თუ ცალკე ვასწავლოთ და ცალკე ვათამაშოთ. მე მგონია რომ უნდა ცალკე იყოს გამიჯნული თამაში და სწავლა. ეხლა რატომ ავხსნი და მე თუ ვინმეს აზრი აქვს მოვისმენ. იმიტომ რომ ნახეთ თამაშით ბავშვი ისედაც სწავლობს, ახლა რაღაცას რო ათამაშებ და რაღაცას ბუნებრივია სწავლობს და მეხსიერება და აზროვნება აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და ამაზე ვეცდები რომ აღნიშნო რატოა სხვადასხვა რამე, იმიტომ რომ ის არის კონსერვაცია და აზროვნება არის გამოყენების უნარი, ინფორმაციის გამოყენება და ის დაიმახსოვრა. ვიღაცას შეიძლება აქვს უფრო კარგი მეხსიერება, მაგრამ ვერ იყენებს და ვიღაცას აქვს უფრო ნაკლები მეხსიერება, მაგრამ რაც ახსოვს იმას იყენებს. და ამიტომ ბავშვის ძალიან დატვირთვა ის 3 წლის ასაკში რომ ვეფხისტყაოსანი იცის ზეპირად, არაფერს არ აძლევს მას დიდად, იმიტომ რომ მისი გადატვირთვა ხდება მხოლოდ ამით, იმიტომ რომ ეს აზროვნებასთან კავშირში არ არის. თუმცა ლექსებზეც ვიტყვი აუცილებლად, მაგრამ ხო არის დღეს რომ არ უნდა ისწავლებოდეს ლექსი, ეს არის ეს ყველაზე მეტად მიჭირდა ლექსის სწავლა, მაგრამ მე მგონია რომ უნდა ისწავლებოდეს, იმიტომ რომ ლექსი და რაღაცა ზეპირობა არის სწორედ რაღაც სტრუქტურის შექმნა ტვინში. ესე არ შეიძლება რომ არაფერი არ უნდა ისწავლოს და მარტო რა ვიცი დღეს გამოდის რომ ვეღარც მეტყველებენ, იმიტომ რომ როდესაც ეკითხები, მათი ინტერაქცია არის ესეთი კითხვაზე 4 პასუხია და უნდა შემოხაზოს და ის რომ ერთი პასუხის შემოხაზვა შეიძლება შემთხვევითაც სწორად შემოვხაზო, ხო და აი გამოდი მოყევი გაკვეთილი, ეგეთი რამე ნაკლებად არსებობს, ხო, როდესაც უნდა მოგეყოლა რაღაცა და როცა ყვები იქ ფიგურას და ფონს ერთმანეთისგან არჩევ, ანუ არის ფაქტი და არის ფაქტის ინტერპრეტაცია. და ეხლა მე რატო ვემხრობი თამაშის და იმის გამიჯვნას, იმიტომ რომ ნახეთ რა არის, თუ კი პირველ კლასელი მე არითმეტიკას ვასწავლი თამაშით და მშვენიერია, რატომაც არა პირველი კლასელისთვის მერვე და მეცხრე კლასელს ფიზიკას თამაშით ვეღარ ვასწავლი ეგრე ადვილად. მას თუ უნარჩვევა დაჯდომის, მოსმენის, ყურადღების კონცენტრაციის არ ვასწავლეთ და ეს უნარჩვევა არ გაუჩნდა, შემდგომში ესე ადვილი ის არ არის უკვე მისაღწევი და თუ სულ თამაშ და ამიტომ არის ბავშვობაში რაღაც კარგად გამოსდის ყველაფერი და მარტივად და აი როგორც კი შრომა შემოდის და ხდება საჭირო, უჭირს ეს შრომა, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული და ხანდახან მიფიქრე რომ ჯობია 5 წუთი დასვა პირველ კლასელი და 5 წუთი კონდეს გაკვეთილი და 20 წუთი ათამაშო, ვიდრე 25 წუთი ათამაშო და ის იყოს გაკვეთილი, რომ გაიმიჯოს, აბა დავსხედით, ახლა გაკვეთილი იწყება და თქვათ ესე, აი მოდი აქ რომივა ვიწყებ თამაშს. და ის 10 წუთი თუ 5 წუთი ვიჯდეთ და რაღაცა გაკვეთილის ფორმა მიიღოს, იმიტომ რომ თუ ნებელობითი ქცევა არ გამოუმუშავდა ბავშვს, თუ გადავადება არ ისწავლა სიამოვნების, მას ძალიან გაუჭირდება შემდგომში ცხოვრებაში, იმიტომ რომ 3-დან 6 წლამდე ისედაც შემდგომში ადიქტები და თამაშზე დამოკიდებულები და იგივე ალკოჰოლზე და იგივე თქო სიგარეტზე დამოკიდებულები სწორედ პირველი 6 წლის ფიქსაციებია 0-დან 1.5-მდე 3-დან 6 წლამდე და ეს ფიქსაცია შემდგომში ვლინდება, იქ ბევრი ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის სწორედ ნებელობითი ქცევის ვერ უზრუნველყოფს, პირდაპირ კავშირშია კუჭნაწლავთანაც, როგორ მუშაობს კუჭნაწლავი, ბავშვის კუჭნაწლავი თუ არის აშლილობისკენ მიდრეკილი, ის არის უფრო ფარტხუნა, ფეთხუმი, უფრო აი ხო არის ბავშვი, რომელიც უჭირს რაღაცის დაალაგება და არის ბავშვი, რომელსაც პირიქით მოწონს და ალაგებს. სხვადასხვანაირი მიდგომაა და ზოგს იმდენად უჭირს, რომ ეჩხუბები
აი გაიხადა დააგდო, არ შეუძლია მას, უნდა ნელ-ნელა ისწავლოს დაკეცვა და დადება, იმიტომ რომ მას ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი. ზოგი დიდიც ეგრეა გაიხადა დააგდო არის, ნუ ხე ეგ ალბათ ჯობია რომ არ იყოს ეგრე, უნდა ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ აი ბავშვობაში სხვადასხვანაირები არიან და ყველაზე დიდი შეცდომა არის შედარება, მე რო შენ ხელა ვიყავი, ნუ დავფრინავდი ისეთი ვიყავი, ან ნიჭიერი, ან ესეთი ლამაზი, ან რაღაცა ან შენი და როგორია და შე როგორ აი თუ გვინდა რომ ჩავალურსმნოთ ბავშვი და აი თვითშეფასება გაუნადგუროთ და გაუნოლოთ, უნდა შევადაროთ ვიღაცას. და აქედან გამომდინარე წეღან რაც მე ვთქვი, ფსიქოლოგების აზრი რო იყოფა თქო, მე უფრო ამას ვემხრობი, შეიძლება ეს უფრო ძველია, უფრო კლასიკური, არ ვიცი, მაგრამ თუმცა არც იმ თამაშით სწავლას არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, იმ თამაშით ისედაც სწავლობს, მაგრამ მხოლოდ ამ უნარჩვევისთვის, იმიტომ რომ ჩვენთვის აი მე როდესაც რაღაცას ვერ ვახერხებთ, იგივე მე ძალიან ჭირს აი მე-7 და მე-9 კლასში რამე დაასწავლო ჯდომა თუნდაც შეიძლება 10 წუთი ვეღარ დასდეს. და ისედაც იცით რა არის მე აი უკიდურესობები მე დავიწყე ესე რომ საერთოდ არსებობს სცენარი, მშობლის სცენარის გამეორება ან ანტისცენარში ყოფნა, ორივე არის სცენარი. დედა თუ მკაცრი მყავდა და მე თუ ძალიან რბილი ვარ და ძალიან ლიბერალური მიდგომა მაქვს, ორივე სცენა ჩემი სცენარიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე გადავწყვიტე რომ ესე არ შეიძლება. და ის ხო სცენარია თუ მე იგივეს ვიმეორებ ზუსტად რასაც ჩემი მშობელი აკეთებდა შესაბამისად შეცდომაც იგივე იქნება და შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ უკიდურესობები ბავშვს რომელსაც შეიძლება გასწორდის გამო ან რა ვიცი პასტა დავარდნოდა და იმის გამო ვიღაცას ხელითაც შეხებოდა და თავი ერტყმევინებინა რაღაცისთვის ან რვეული გადაეხია თავზე დღეს თავზე რო დაგასხას რაღაცა და გადმოგაგდოს მიდან სკამიდან შენიშვნა არ შეიძლება დაისტრესება. რას ნიშნავს დაისტრესება? როჯერსი ამბობს ბავშვს თუ შენიშვნას არ მისცემ, მისგან ცხოველს მიიღებ. და ეს უკიდურესობა რო ხა ბავშვია და მოდი შენიშვნას როგორ მივცემთ ამ შენიშვნას ეს სხვა თემაა, თორე შენიშვნა არ მისცემ, მაშინ როგორ ისწავლოს? ქცევის მოდელი საიდან აიღოს იმან რა არის ღირებულებათა სისტემა, ის შკალა ინდივიდუალური, რომელიც ჩვენ გვიყალიბდება ახსნის დროს, რა არის სწორი და რა არ არის სწორი, როგორ ვიქცევით უფროსთან, უმცროსთან, მასწავლებელთან, ეს თუ არ ვასწავლეთ ჩვენი მოდელით, მაშინ როგორ ისწავლის ის? და ის გამოვა, იმიტომ ამბობს, ხა ცხოველს, არ ცხოველს ვაყენებ შეურაცხყოფას და არც ადამიანს მით უმეტეს, მაგრამ ეს იყო მეტაფორული ნათქვამი, ანუ ის ვინც ქცევას ვერ აკონტროლებს და ცხოველს არც სჭირდება, იმიტომ რომ მას აქვს ის არის დეტერმინირებული, ის მას არის ჩატვირთული პროგრამა, რომელსაც ის ზედმიწევნით ასრულებს. მას არჩევანის ფუფუნება და თავისუფლება და საშუალება არ აქვს და არც სჭირდება არაფერში. ის არის ის, რაც არის და ვერ გახდება ხარწივი, დათვი და პირიქით. შესაბამისად, არჩევანი აქვს ადამიანს და რადგან ადამიანს აქვს არჩევანი, პასუხისმგებლობის აღება თავის ქცევაზე უნდა ვასწავლოთ ალბათ სკოლამდეც. მაგალითად ვამბობ, აი ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ მას გაუმკლავდეთ ბავშვის ისტერიკას, ტანტრუმს და ეს ამ შემთხვევაში ბავშვი გვიგებს ჩვენ ბჭყალებში და ბავშვი თუ მშობელს მოუგებს, ბავშვი წააგებს ამ დროს. ბავშვისთვის ეს ძალიან ცუდია მისი სამომავლო ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ ის რომ მე რაღაცა გამივიდა ერთხელ 7-ჯერ 10-ჯერ, ეს ნიშნავს რომ ეს ჩემში პოულობს პატერნის ყალიბდება როგორც პატერნი, ნეირონული კონტაქტები მყარდება, რომ მე ეს ქცევა არის წახალისებული, ანუ გამომივიდა, ვიტირე კამფეტი მომცეს და სულ ვიტირებ, შესაბამისად აქ უნდა მშობელმა შეძლოს ჩაჭრას ეს, რომ გაუძლოს ბავშვის სტირილს რაღაც პერიოდი და მაშინვე არ შეუსრულოს თხოვნა და ეცადოს რომ აი მაგალითს გეტყვი ძალიან როტირის არ უნდა მიატოვა ბავშვი, იმიტომ რომ ის იგრძნობს რომ არავის ჭირდება და არავის ესმის, შეიძლება იმ ოთახში იყო და დაელოდო. და აი ეს თანამყოფობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
და კითხო მე თუ როცა გაჩუმდება სავით შენ ტირილი გინდა ხო იტირე მე დრო მაქვს მე გელოდები ნახეთ რას ვეუბნები მე მაქვს დრო მე შენ დაგელოდები რამდენიც გინდა იტირე მე შენთან რაღა აზრი აქვს იმის ტილს მაშინ აქვს აზრი მე თუ გადავფსიხდები გავგიჟდები დავიწყებ ან ჩხუბს მისთვის ჩხუბი და ყვირილი ყურადღების საშუალებაა და ესეც საქმეა თუ ამაყვირებს და ამაჩხუბებს ესე იგი მან შედეგს მიზანს მიაღწია ნუ რა თქმა უნდა ბჭყალებში და თუ მე ესე ვეტყვი რომ ეტყობა ტირილი გინდა მესმის შენი ალბათ რაღაც გიჭირს მოდი რომ მე არ მესმის როცა ტირი და რომ მორჩები მე მომიყევი რა გატირები ნახეთ მე ამით რა გავაკეთე მე მას პატივი ვეცი რო ის ტირის მე არ ვეუბნები რომ შენ ტირალა არც კი ცხვენია აღარ შემიძლია შენი ატანა შემიყოფილ ხარ შენი ძმა ესეთი იყო შენი და ისეთი იყო არაფერი ვაცლი ამას და ის რო ხვდება რომ ამ ტირილს აზრი აღარ აქვს საერთოდ იმიტომ რომ ნელ-ნელა გადადის სლუკუნზე და სლუკუნიდან გადადის მე საუბარზე გოგოები უფრო რთულები არიან ვიდრე ბიჭები ეს დედებმა იციან კარგად თუ გოგო საერთოდ რაღაცა სიჯიუტით ხოლმე ზოგჯერ ჯობიან ბევრად და გოგოსთან გამკლავება ზოგჯერ უფრო უჭერთ რეალურად ეს არის ჩვენი ნერვები არ ყოფნის მათთან საურთიერთობად მას რაღაც უჭირს რაღაც აკლია და ამას იკმაყოფილებს აი ამ წივილ-კივილით ისტერიკით და თუ ეს მაშინვე შეუსრულდება ყველაფერი რასაც მოინდომებს ცოდოა ცხოვრებაში მას ძალიან გაუჭირდება მე სოციუმთან ურთიერთობა იმიტომ რომ ესე არა ეწყობა მისი ცხოვრება რომ ყველა კაპრიზი შეუსრულდეს და ისევ თვითონ დაზიანდება მხოლოდ ამიტომ და არა იმიტომ რომ რაღაცა ჯიბში ჩაუდგე ბავშვს და გადავადებაც რას ნიშნავს აი მაგალითად მშობელი რომელიც ამბობს მოდის ბავშვი სკოლიდან და არ მეცადინეობს პირდაპირ ეზოში უნდა ჩავიდეს მშობელი არის პრიორიტეტი თქვენ როცა ხართ მშობელი არავისგან ჭკუის სწავლება არ გჭირდებათ და თქვენ ყველაზე კარგად იცით ყველაზე მეტად გიყვართ თქვენი შვილი უბრალოდ ახლა გამომდინარე იქიდან რომ მართლა პირველად ვარ მშობელი მეშლება ამას ვაღიარებ და კარგია თუ რაღაცა გავცვლით აი ამ ჩვენს გამოცდილებას და აი მაგალითად ამას თუ ამბობს მე მიკითხავ მშობლისთვის შენთვის რა არის პრიორიტეტული რომ ჯერ იმეცადინოს და მერე ჩავიდეს ხო ანუ მშობლის პრიორიტეტი არის წამყვანი მაშინ ვეუბნები მაშინ ეგრე უთხარი ბავშვს რომელსაც უნდა ეზოში ჩასვლა მეცადინეობის მერე 4 საათზე ჩახვალ თუ 5-ზე ნახეთ რას ვეკითხები მე არ განვიხილავ რომ მეცადინეობამდე ჩავა ეს და თუ არ იმეცადინებს ვერც 4-ზე ჩავა და ვერც 5-ზე. ანუ თუ ეს ჩემთვის არის გადაახა შეიძლება არ იყოს ჩემთვის გადამწყვეტი რომელ საათზე იმეცადინებს, მაგრამ არის მშობელი რომ ეს ნერვიულობს იმაზე, უნდა რომ დროზე მორჩეს გაგვეთილებს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ეს აზრი და გადაწყვეტილება და მან უნდა ესე დაარჩევინოს რომ 4-ზე გინდა წასვლა თუ 5-ზე საღამოს წახვალ ანუ ჭამის მერე მეცადინეობის მერე ეს არ განიხილება როგორც კი შედიხარ განხილვაში აი მაგალითად არსებობს ჩემი და თქვენი მოედანი ხო რას გულისხმობ მე ახლა ამ ბავშვის მოედანი და მშობლის მოედანი თუ მშობელი გადმოიყვანს თავის მოედანზე ბავშვს ორივესთვის კარგია და თუ ბავშვი გადაიყვანს მშობელს თავის მოედანზე აუცილებლად ბეჭდზე დადებს. ამიტომ იქ არ უნდა გადავიდეთ ჩვენ რა გაგებ რას გულისხმობ ახლა ამაში რომ მისგან მანიპულირებადი არ უნდა გახდე და აი აქ ცოტა ვიტყვი ამ სიტყვას გასაგებია გაჭედვა არის საჭირო რაღაცის გაფიქსირება რომ აი როგორც ის იმართებს რაღაცას პირობითად ისტერიკის მაგვარს ჩუმი ასევე მშობელმა კი არა ჩხუბოს აი ერთი და იგივე ფრაზა უთხრას აი მაგალითად ესეც ხშირად მომიყვანია რომ ტრუსებით უნდა ზამთარში ჩასვლა ეზოში და წივის კივის არ ესმის არაფერი
და ეკითხები ისევ დაბალ ხმაზე, რაც უფრო დაუწევ ხმას, მით უფრო ეფექტური ხართ, ეს ვიცოდეთ რა. თვალებში ყურება, ერთ სიმაღლეზე ყურება. ან მე დავსვამ ჩემ წინ, ან მე დავჯდები იატაკზე და უყურებ თვალებში. ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ არა. აი ძალიან მნიშვნელოვანია დაბალ და უფრო თუ დაუწევ ხმას, ის იძაბება და ირინდება. და რა თუ უფრო ჩურჩული თვეტყვი და ყურში ეს ძალიან ინტიმური თემა შეიძლება ჩათვალოს, მე რაღაცას მას უმხელ. და ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მშობლისთვის. და ამ დროს ეს დრამეს ეუბნება მშობელი, რომ აი ამ ქურთუქს ჩაიცმევ თუ ამ ქურთუქს. ანუ ვარჩევინებ, ვასწავლო უნდა არჩევანის გაკეთება, მაგრამ ის ყველა სარჩევი ჩემთვის ჩემგან უნდა იყოს მწვანე შუქით, ასე ვთქვათ, მშობელს უნდა ის უნდოდეს. ის კი არა, რომ ტრუსიკსა და იმას შორის, რა ქვია, სვიტრ შორის. არა, ორ ჩემთვის, მშობლისთვის მისაღებ ფორმას შორის. და მისთვის ეს იქნება ნელ-ნელა დასწავლა იმის, რომ ისწავლოს, გააკეთოს არჩევანი. და არა თქვას, არ არის ძალიან საშიში, როცა ბავშვი ჯიუტია, იმიტომ რომ ნეგატივიზმი ახასიათებთ ბავშვებს, ჭამე არა, დაიძინე არა, ის არა, ნუ ეს არის 2-3 წლის ბავშვისთვის დამახასიათებელი, ზოგს მთელი ცხოვრება გასდევს ეს ნეგატივიზმი და ეს არსებობს ეგეთ ფსიქიატრიაშიც, ესეთი მუდმივი უარყო, აი რაც არ უნდა თქვათ, რომ არას გეტყვით, არიან ეგეთი ადამიანები, მაგრამ ნუ ეს ახლა ცოტა სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ბავშვისთვის ეს დამახასიათებელი. და ეს არა, როდესაც უნდა განმარტება მივცეთ ჩვენ აუცილებლად და არ გეგონოთ, რომ რამე არ ესმის. ყველაფერი ესმის, წეღან ვამბობდი მუცელში ესმის თქო და ახლა წარმოიდგინეთ უკვე დაბადებულს როგორ არ ესმის. რა თქმა უნდა, შეიძლება ახლა თუ მაღალფარდოვანი სიტყვებით ველაპარაკე, ვერ გაიგებს, მაგრამ იგრძნობს. გრძნობით გრძნობს და ესმის თუ გასაგები სიტყვებით ვეტყვი, მისთვის თქოთ იმ ზონაში რა ასაკობრივ ზონაშიც არის ადამიანი. და ახლა რაზე უნდა ელაპარაკო ბავშვს, ან ზღაპარს უყვები, ან ამბავს უყვები, ან თქოთ რაღაცა მაგაზე ჭამოს, არ ჭამოს და ასე შემდეგ. და თუ კი ჩვენ მოვახერხეთ, რომ მას ვასწავლეთ არჩევანის გაკეთება ერთი და მეორე, ის რომ არას ამბობს ჩვენ მასზე ვკითხოთ, რომ შენ რომ ახლა არას ამბობ, რა არის მიზეზი, რომ არ გინდა, იმიტომ რომ თქვათ არ გშია, იმიტომ რომ აი ვიცი რაღაცა მოკლედ ჩვენც მივაწოდოთ ვერსიები, რომ მან შეძლოს კრიტიკული აზროვნება. იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნების ფორმებზეც ვილაპარაკებ აუცილებლად, მაგრამ კრიტიკული აზროვნება არის ფაქტისა და ინტერპრეტაციის გამიჯვნა. როდესაც ფაქტს შეგიძლია სხვადასხვა მხრიდან შეხედო, იმიტომ რომ ძირითადად გვირაბული აზროვნება და პოზიციური აზროვნება გვაქვს ჩვენ და ძალიან კარგი მაგალითია დღეს საქართველოში რაც ხდება, ერთ ტელევიზიაში გმირობა, მეორე ტელევიზიაში ღალატია, ერთ სივრცეში რაღაცა არის საუკეთესო ქცევა, მეორე სივრცეში პირიქით ფსკერი და აი სწორედ ეს არის დიქოტომია და ამ დიქოტომიაში რო არ აღმოჩნდეთ ადამიანმა შეძლოს ზემოდან დახედოს მოვლენას და ბავშვი უკვე 7 წლიდან ამას ახერხებს და მან შეძლოს არგუმენტები მოიყვანოს და ზოგჯერ გაგაოცებთ მათი არგუმენტები ბავშვების იმდენად კარგად აზროვნებენ რომ როდესაც ის რაღაცას ამტკიცებს და ის შავთეთრი ჩვენგან მიწოდებული რომ სისულელეა და ამას ეს არის ისიც სწავლობს ამას და დღეს ჩვენთანაც კამათი როგორ ხდება და საუბარი როგორ ხდება კოგნიტური შეცდომებით ვართ დახუნძლულები, რაც გულისხმობს, სათაურები გვაქვს დამახსოვრებული, ეს თუ თქვი მე შენ გიცანი შენ ეს ყოფილხარ, შენ თუ ის თქვი შენ ის ყოფილხარ და დამთავრებული დიაგნოზი დასმულია და ანუ სქემა მუშაობს. ეს სქემა რომელიც ბავშვობიდან ყალიბდება ეს სქემები, რა თქმა უნდა, სოციალიზაციის პროცესში ჩვენ ვაწვდით ახლა ხანდახან აი რომ გკითხოთ თქვენ საიდან იცი რომ ჯიუტი ხარ ან საიდან იცი რომ ზარმაცი ხარ, დაიბნევი, საიდან ვიცი
რა ვიცი, ყველა მაგას მეუბნება, მაგას მეტყვი და მე დაამატებ, არა მეც ვატყობ ჩემთან, იმიტომ რომ დიახ გვეუბნებიან და ჩვენ ამას ვიჯერებთ, ჩვენში ეს იტვირთება. ანუ თვითშეფასება არის მთლიანი ჩვენი შემოქმედება, არაცნობიერი თვითშეფასება არის, რასაც ჩვენ ვაწვდით მათ და რო ასწავლო მას, რადგანაც სკოლაზე ვსაუბრობთ, ახლა ჩვენ შეიძლება სხვადასხვა მმართველები წავიდეთ, რო ასწავლო მას კრიტიკული აზროვნება, არსებობს ფაქტი და არსებობს მისი ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია არის ნაირ-ნაირი. ცოლ-ქმარი რო ეყრება ერთმანეთს, ცოლიც მართალია და ქმარიც, დედამთილიც და მეორე მძახალიც და მეზობელიც. ვინც კი რამეს მოყვება, ყველა მართალია. იმიტომ რომ სიმართლეს არ აქვს, სიმართლე არის ინდივიდუალური, სუბიექტური და ყველას რაღაცა თავისი კუთხიდან და ხედვიდან და რომ მოусმენ კი ბატონო შეიძლება იფიქრო რომ რას ერჩი, მაგრამ მე მეორეს რომ მოусმენ და მესამეს შეიძლება საერთოდ აღარ მოგინდეს რამე გაიგო, იმიტომ რომ რთულია და მე საკმაოდ გვიან გავიგე რომ რასაც ხედავ ეს ის არ არის რაც გონია, რაც გესმის არც ეს არის ისაც გონია და აქედან გამომდინარე ადამიანს აი ცოტათი დაფიქრება, გააზრება, პირდაპირ არ გადაყლაპო, რასაც გაძლევენ და რასაც გეუბნებიან, მისი გადამოწმება ასწავლო ბავშვს და ეს ძალიან კარგი საშუალებაა დღეს ამაში გამოიყენოს ეს მოწყობილობა, რომ აბა მოდი ვნახოთ, ვთქვათ აი ამ წყაროში როგორ არის ან იმ წყაროში, რომ ისწავლოს კრიტიკა, ну ახლა არის კრეატიული, არის სხვადასხვა ტიპის აზროვნებები ზოგადად, მაგრამ თავარი აზროვნებისთვის დამახასიათებელი არის უკვე 7-დან 12 წლამდე არის კონკრეტული შემოდის და უკვე შეუძლია სივრცის დროის ვთქვათ იგივე არითმეტიკული სივრცეში აზროვნება ეს შეუძლია ბავშვს, მაგრამ ჯერ მაინც მისი აზროვნება გარკვეულ ტიპის ლოგიკას რა თქმა უნდა ექვემდებარება, სწავლობს ნელ-ნელა ლოგიკურ აზროვნებას. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირი, ახლა ყველაზე ერთნაირად ვერ ვიტყვით, ახლა ზოგი შეიძლება ვთქვათ გაოცებას იწვევს როგორც აზროვნებს, მაგრამ მაინც ერთად აქვს თავისი რაღაცა პრინციპები, როგორ სწავლობენ და როგორ აზროვნებენ ეს ბავშვები. და მე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისწავლოს თვითონ აზროვნება არის შედგება რაღაცა ეტაპებისგან. აზროვნება საერთოდ ხანდახარ ვფიქრობ, რაღაცა ზოგჯერ ინტერესისგან შეიძლება სული შემეხუთოს, რომ რა არის ეს, რა არის, ვინ არის ეს, ვინ ჩვენში ფიქრობს, ხო, რაღაც საოცარი რამ ვინმე ადამიანი კი ამბობენ რომ შუბლის წილია ეს ფიქრობს და ის არ ფიქრობს, აი არ ვიცით რა არის ეს საოცრება, ეს უნარი, რომელიც აქ ადამიანს მეტყველება, აზროვნება, წერა, კითხვა, საერთოდ მეტყველება ხო ხილული სასწაულია, ჩვენ ვართ მიჩვეული ამას, რომ ახლა ბავშვი ალაპარაკდება, მაგრამ ეს არის სასწაული სინამდვილეში. იმიტომ რომ თავის ტვინში არის გრამატიზმის ცენტრი და არსებობენ აგრამატიზმის ადამიანები, რომელსაც გრამატიკის სწავლა არასდროს არ შეუძლია. 10 ენას ისწავლის და 10-ვეზე გრამატიკულად ვერ სწავლობს, იმიტომ რომ არ აქვს ეს ცენტრი განვითარებული. და ასე შემდეგ ეს გრამატიზმიც და გრამატიკაც არის აი ძალიან მნიშვნელოვანია ქართულისგან ენის მასწავლებელი სკოლაში. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრამატიკა არის აზროვნების ფორმა. რა რასთან, როგორ, რანაირად ისეთი მნიშვნელოვანია სწორად მეტყველება და ვეცადოთ რომ ბავშვს ენა არ მოუჩლიქო, ძნელია ხა პატარას რო ეფერები რა და გამართული გრამატიკულად გამართული წინადადებით ველაპარაკოთ, მან როგორც არ უნდა ისაუბროს, რომ კონდეს მოდელი სწორი, იმიტომ რომ პირდაპირ აზროვნება არის მეტყველება და ადამიანი როგორც მეტყველებს ისე აზროვნებს, რომ ამბობენ ხო და როგორც აზროვნებს ისე მეტყველებს, ზოგი უფრო კარგად აზროვნებს, მაგრამ ვერ მეტყველებს, ეგეც არის. და პირიქითაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არის ვერბალური აზროვნება და ძალიან მნიშვნელოვანია დავაცადოთ, მოვაყოლოთ, მოუყვეთ, ეს კონდეს ბავშვს, რომ მას უსმენენ, ის აქ უკვე ემოციური მხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ მარტო რა ჭამე, რა ნიშანი მიიღე და იმ მასწავლებელმა რა გითხრა არ არის საინტერესო, ხო? საინტერესოა მისი ემოციური მდგომარეობა, რა უჭირს, რა უხინს, რა ტკივა, რა უხარია და ასე შემდეგ და ეს ემოციები კიდეც სულ საუკეთესო თემა
ემოციური განვითარება, ისევე რა ვიცი, მორალური კოლბერგის და მაგრამ ჩვენ უფრო პიაჟეს მივყვებით დღეს, რადგანაც სკოლას ეხება საკითხი და როგორ დავასწავლოთ მათ აზროვნება, ხა სწორი და არასწორი არ ვიცი ხა, იმიტომ რომ მაგრამ ის მე სტუდენტებთან მაგალითად ვეუბნები, რომ იცი რა, მithქვამს, რომ არ მაინტერესებს სწორი პასუხი, ახლა ფსიქოსომატიკას ვასწავლი და ადიქტოლოგიას, ანუ ფსიქიკისა და ფიზიკის კავშირს და აი შენ როგორ გონია, შენ რას ფიქრობ ეს და დამისაბუთე და იქნება დავიჯერო. აი მაგალითად რომელი ორგანო რომელ ემოციასთან არის შენი აზრით დაკავშირებული, რომელი ქცევის წესი რა დაავადებას გამოიწვევს შენი აზრით. და მე ამაზე ვიმშევ. ნუ ხა ეს მარტო მისი აზრი აქვს საკმარისი არ არის, ცოდნაც უნდა, მაგრამ აი რომ იაზროვნო ზამ მნიშვნელოვანი. შეიძლება ისეთ რამეს მიხვდეს, რაც ბევრი სხვა დიდი მეცნიერი ვერ მიხვდა. ანუ აზრთავარი ჩემი აზრით არის აზროვნების უნარი, ვიდრე დიდი ინფორმაცია ჩაუყაროთ, ვატაროთ უამრავ რაღაცაზე და მე მოხდეს ბერნაუთი, გადაწვა ისეთი, რომ მე მინახავს ეგეთი ადამიანები, ვარსკვლავები რო იყვნენ და მე რომ ბოლოს ისე დაიკარგა და ისე ჩაიკარგა ოთახიდან რო არ გამოდის, ფარდები ჩამოფარებული და არაფერი აღარ უნდა, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე ავადმოხმარება საკუთარი რესურსის. ბუნებრივ პირობებში ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს და ამას უნდა დაემატოს კიდე რაღაცა მიზანთარგეტირებული, მიზანზე ორიენტირებული ურთიერთობა ბავშვთან და აზროვნების როგორც მთავარი ინსტრუმენტის დასწავლა, იმიტომ რომ ის ვინც აზროვნებს, ის მას აქვს მეტი შანსი რომ გადარჩეს და ის ვინც ვთქვათ ვერ აზროვნებს ამ პირდაპირ გადაყლაპავს კლიშეებით იმასაც აწვდიან, ის ადვილად სამართავია და დღეს იმდენად დიდია გავლენის ფსიქოლოგიის სფერო, რეკლამა, მე რომ გონია რომ კოკა-კოლა საუკეთესოა, ჩამომაწოდეს და იმიტომ გონია და იმიტომ ყიდულობ. ხა იმდენი დრო მაქვს, რომ ყველა გავსინჯო, რა წვენიც იქ არის, ამიტომ პირდაპირ და მგონია რომ მიყვარს. ესე ბევრი რამე გონია ჩვენ, რომელიც საერთოდ ჩვენი არ არის და ჩამოწოდებულია. და სოციალიზაციის პროცესში ესეთი რამე ბევრი, ამიტომ დადებითი, კარგი, სიკეთე, კეთილი ჩავაწოდოთ და ის იმიტომ რომ ეს ხო არ იკარგება. თუ აი ენერგეტიკოსები არიან დღეს მოდაში, ანუ გულისხმობ ენერგიებზე, ვინც მუშაობენ, იმდენად ენერგეტიკულ ველში ადამიანი და ის იმდენი ენერგია აქვს, მასაც დადებითი და უარყოფითი სიკეთე ბოროტების სახით და რაც მეტი სიკეთე მიდის, მით მეტი სიკეთე ბრუნდება და რაც მეტი ბოროტება, ლანძღვა, გინება, წყევლა, კრულვა და რა ვიცი, ცუდი სიტყვა გადის, ის ბრუნდება და ირჩევს რომელიმე ორგანოს ნეგატიური ენერგია და ხდება მერე დასნებოვნება. ანუ ძალიან ხშირად დაავადება არის ფსიქოსომატური როა დაკავშირებული ჩვენ ცხოვრების წესთან, აზროვნების წესთან და მეტყველებასთანაც. აი უბრალოდ შეიძლება თქვენ გაგეცინოთ, მაგრამ ზმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ზმნებს ხმარობთ, ისე როგორ მოქმედება ზმნა, ხო? თურმე რა ზმნებსაც ხმარობს ადამიანი, ისე ცხოვრობს. და ხშირად ვეუბნები და ვიტყვი ბოდისვიხტი უზდელობაში არ ჩამითვალოთ, მოზარდებმა იციან, კიდია, დაიკიდე ერთმანეთს ეუბნებიან. და მე ვეუბნები, რომ ამოდი ეს ზმნა გავარჩიოთ და უკვირთ ახლა. აი დაიკიდეს რომ ეუბნები ადამიანს, ეუბნები დაიკიდე შენ ის სადღაც. დაიკიდე, ანუ შენ დაიკიდე, ხო? სამპირიანია მგონი ხა თუ ვინმე არის ფილოლოგი, არ შეიძლება მეშლება. ანუ ან მე რო ვიძახი მე მკიდია. მე მკიდია რაღაცა სადღაც. და სადაც მკიდია იმ ორგანოს აუცილებლად პრობლემები შეექმნება. რატომ? ბოდისვიხტი, ეხლა რატომ? იმიტომ რომ ეს ესმის ჩემს უჯრედულ დონეზე ესმის სიტყვა აი ყველა უჯრედს ესმის ეს. და აი ფეხების ტკივილი, მაგრამ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმით, რომ ადამიანი ძახის რომ ეს ფეხებზე მკიდია. ბოდისვიხტი, ეხლა ნამდვილად უხეშობაში არ ჩავმართვათ. უბრალოდ მინდა მაგალითი მოვიყვანო, სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ამას ძალიან ისე ვამბობთ ზოგჯერ არ უკვირდებით და
ბავშვს არ ესმის ხუმრობა. Იუმორის გზნობა აქვს, იუმორის გზნობა არის დაცვითი მექანიზმი და ეს არის არ ვიცი ძალიან მაღალი ზოგჯერ ინტელექტის მაჩვენებელიც არის და ძალიან კარგი თავდაცვარი ადამიანისთვის, მაგრამ ხშირად ხუმარ ადამიანებს უჭირთ, ხო, რაღაცა უჭირს და გარედან ხუმრობა არის მორგება. ამი რო გადარჩეს, ამიტომ ხუმრობს და ბავშვს არ ესმის, რო ეხუმრები, რომ რას გავხარო, შენ ვინ მოგიყვანს ცოლათო, იმას გონია რომ მორჩა მაგის ცხოვრება ვიღას შეიძლება გაყვეს. ხო, ან ვის შეიძლება მოეწონოს, ან რო ეტყვი რომ რამსის ქეხარო. ესეც აი მშობლები რომლებიც ბავშვებს აბულინგებენ რომ რამსის ქეხარ და რას გავხარ და ვის მოეწონები აი წარმოიდგინეთ რას წარმოუდგენელ რაღაცას უშვებით ამ ბავშვებს ისეთი საწყლები ხდებიან და მერე გამკლავების მექანიზმი ხდება ჭამა და პირიქით ჭამას იწყებს უფრო მეც საპასუხო და კიდევ უფრო სუქდება საერთოდ ფიზიკის რასაც ებრძვი ხო აძლიერე ფიზიკს გებრძვის რაღაცა უნდა მიიღო. ის შენი სიმსუქნეც შემთხვევით არა ვართ თუ ვინმე მსუქნები ვართ, იმიტომ იმ სიმსუქნეს თავისი მიზეზები აქვს ფსიქოსომატური და ემოციური და ყველანაირი და უსაფრთხოებიდან. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობაში რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, ძალიან მოზომილები უნდა ვიყოთ, თავაზიანების, დილობიანები, იმიტომ რომ ეს უზრდელობა არ იკარგება და მე გვიბრუნდება და მაგალითად თუ კი ჩემი შვილი იგინება და მე რომ ვითომ მიკვის ნეტა ვინ ასწავლა ვინ და მე და ჩვენ ვასწავლეთ ოჯახში ვასწავლეთ იმიტომ რომ ჩვენ რო ვიგინებით იმას ვერ ვგზნობთ და სხვა რო იგინება იმას ვხედავთ შესაბამისად აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გაიფილტროს კარგად იმიტომ რომ და შეურაცხყოფა ბავშვს არ უნდა მიაყენო იმასაც მიფიქრე იცით ხა ჩემი მე 57 სკოლა დავამთავრე ხა მთაწმინდაზე და ჩვენ სკოლაში რა ვიცი მე რაღაც აღარ გვეძახდნენ მასწავლებლები მაგრამ მე დასტრესილი ბავშვი არ მინახავს ახლა რომ ბავშვს რამე უთხრა გადაბრუნებული მშობელთა კომიტეტი მასწავლებელთა კომიტეტი უფლებადამცველები და ატყდება ერთი ამბავი და ერთი სხვა სწორიც არის რატო უნდა უთხრა ბავშვს რამე ერთი სხვა ისიც არის რომ იქ რაღაცა მეტი იმუნიტეტი შეიძლება უმუშავდება ადამიანს და მეტი თავდაცვა და იუმორი და აცხრეტვის უნარი აქ კიდე ისეთი მოწყვლადია რომ გადაბრუნებულ სიტყვაზე ტირის და მოთქვა შექება რა არის ახლა შექება არის ძალიან მოზომილი წახალისება აუცილებელია მაგრამ აი მაგალითად ისეთი შექება რომელიც რომ შენ ხარ ყველაზე ლამაზი ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ღონიერი ეს არის ფრუსტრაციის წინაპირობა წავა სკოლაში და არც ლამაზია არც ღონიერი და არც ჭკვიანი აღმოაჩენს და მე აღარ ჯერავს შენი აი უნდა ბავშვი შეუქო ქცევა როცა კარგად იქცევა არ ჭირდება მას რომ ეგონოს რომ არის ყველაზე ლამაზი მაგრამ თუ ამას ვეტყვი იმიტომ რომ მინდა რომ უთხრა ჩემთვის თქო უნდა დავამატო იმიტომ რომ სიტყვა არ იკარგება შენ ჩემთვის ხარ ყველაზე ლამაზი მე ამას ხას უსვამ ეს არ ნიშნავს იმას თორემ ეზოში ბავშვები თამაშობდნენ და რაღაცა თოჯინას არ აძლევდა თუ სათამაშოს ერთი ბიჭი გოგონას და იმან უთხრა მომეციო და ტაკოზე გაკოცნინებო იმას ეგონა რომ მის ტაკოზე კოცნაზე ოცნებობდა ის ბიჭი და იმ ბიჭმა რა თქმა უნდა არ მისცა იმიტომ რომ მან იმდენად ჩათვალა რომ ესე იგი ესე იყო სახში დაყენებული რომ თუ კი ის მისცემდა ამის უფლებას ოჯახის წევრებს ყველაფერზე თანახმა იყვნენ ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, იცით რატო მე ესე გხედავ, მე შენ მიყვარხარ, მომწონხარ, ჩემთვის ხარ ლამაზი. და ხა, ნუ ყველაზე და ძალიან ხა ეს არის სიტყვების თამაშია, მაგრამ ჩემთვის მე აი მოზარდებს მაგას ვასწავლე ხოლმე, რამეს რო ამბობ. ისე კი არ უნდა თქვა კატეგორიულად რომ ფესესია და წყალი არ გაო. დაუმატე, ჩემი აზრით ასეა და ეს განთავისუფლებს კატეგორიულობიდან. ანუ მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია, ამის უფლება მაქვს. მაგრამ ახლა იმის უფლება რომ ვამტკიცო და ვასწავლო ვიღაცას, ან მაქვს ან არა.
ხო? ან უნდა მომცეს ვიღაცა მაგის უფლება, რომ ვიღაცას ვასწავლო და ამ დროსაც კი, როცა ვასწავლი, მირჩევნია, რომ ლუფტი დავტოვო, რომ ეს ჩემი აზრი, აი შენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით, შენ რას ფიქრობ ამაზე? ჩემთვის საინტერესოა და ამიტომ, რომ რატომ უნდა შეღაღადებდეს თუნდაც ჩვენი ბავშვები ან სტუდენტები, თუნდაც ვიღაც უცხოელ ექსპერტს, იმიტომ რომ გონია, რომ იმან ყველაფერი სულ ვეუბნები, რომ არ იცი შენზე მეტი. შენ ნუ გონია, რომ შენ არაფერი არ იცი. თქვი თამამად, რასაც ფიქრობ. რატო გონია, ისიც ესეა და მართლა ყოფილა შემთხვევები, რომ რა ვიცი, ამ უზნაძის ქვეყანაში ზოგჯერ იმას გასწავლიან, რა ვიცი, 2-ჯერ 2 რო 4-ია და რა, გასაგებია, იმიტომ რომ გონიათ, რომ აქ არავინ არაფერი არ იცის და უნდა ეგონათ, ეხლა აღარ გონიათ ნამდვილად და იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი მაგრამ საერთოდ ვამბობ რა, ეხლა ამიტომ ჩემი აზრით ეს არის ჩემი თავდაცვა, გადაზღვევა, გადავიზღვიო თავი, იმიტომ რომ რო შემომედავები, რა ვიცი, ვიტყვი, რომ იცი რა, მე ესე მგონია, ესე ვფიქრობ და აი მე რას მიზამ ახლა ხომ აქ უფლება ესე ვიფიქრო, მაგრამ თუ ვამბობ, რომ აი შენც ესე უნდა იფიქრო და ეს არის აუცილებლობა, აი აქ პრობლემა მაქვს მე, ვინც ამას ამბობს. და ეს საერთოდ ოჯახის ტიპებიც ძალიან მნიშვნელოვანია, აი ხო არის ფუნქციური და დისფუნქციური ოჯახი. უმეტესად დისფუნქციურია ოჯახები. რას ნიშნავს დისფუნქციური ოჯახი? დისფუნქციურია ძალიან ბევრნაირი. შეიძლება იყოს თეატრი, შეიძლება ციხესიმაგრე, შეიძლება რაღაც პერფორმანსი გავაკეთოთ აქ უცბად და დაინახოთ თქვენი ოჯახი. მაგრამ ფუნქციური არის კონტაქტი, თვალის კონტაქტი, მოსმენა, პატივისცემა ერთმანეთის. თორე ერთმანეთს გავდნენ და ერთად დადიოდნენ წყვილში, ახლა ყველგან და ერთად რა ვიცი, მაგას არ გულისხმობს. აქ არის რაღაც სხვა ერთობაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთმანეთს ხედავენ, განიხილავენ პიროვნებებად. და მათ შორის ბავშვებსაც. აი ამ ასეთ ვითარებაში ბავშვი პიროვნებად ყალიბდება და იქ სადაც ახლა არის ბულინგი, ჩხუბი, წივილი, აი კიდე არის ავტორიტარული, რომელიც არის მუშტი დავარტყი და ესეა. იქ ან გადარჩება, ან არა, ახლა თუ გადარჩა მაგარი იქნება და თუ არა და რატომ? ახლა ზამბარა როგორ? მე ვაწვევი ზამბარას და ვლეწავ იმას, ხო? ხელი რო გამეშვება 18-19 წლის ასაკში, აბსოლუტურად უინიციატივო საცოდავი ადამიანი და მე ვეჩხუბები რა არის, მეზობელთან ვერ გასულხარ და პური ვერ მოგიტანე და რანაირად დავლეწე. მაგრამ მეორე არის, რომ მისი შინაგანი ენერგია ვიღაცა გადახტება იქით და პირიქით რაღაცას მეორე უკიდურესობაში. ანუ გააჩნია ერთი და იგივენაირად ვერ დაждი, თუ დაждა ცუდი სიტყვა, მაგრამ აი სანქციები რო იყოს რაღაცა, ხო, თქვა კამფეთს არ მოგცემა რა, ერთი და იგივენაირად შეიძლება ვერ გააკეთო სხვადასხვა ადამიანთან, ვიღაცისთვის ეს იყოს დამანგრეველი, ვიღაცისთვის ნაკლებად და ასე შემდეგ. და ავტორიტარული არის რისკი. ლიბერალურიც ძალიან რისკია. ანუ რას გულისხმობ, რომ მისცე იმაზე მეტი თავისუფლება, ვიდრე მას შეუძლია, რომ დაიტიოს. ის ვერ იტევს ამ თავისუფლებას და მე აუცილებლად გეტყვის, რომ სად იყავი? მე რო ამას ვაკეთებდი, შენ რატო არ მიშლიდი? ის კი არა იმასაც ეუბნებიან, ამაზე როგორ გამაყოლე, როგორ გამათხოვეო და ახლა აღარა მაქვს სხვა რამეზე. ანუ რეალურად რაღაცა ლიბერალური, სადაც აი ის არის არანაირი იერარქია არ არის. იერარქია არ არის ჩაგვრა. იერარქია არის პასუხისმგებლობების გადანაწილება ვერტიკალზე. და ვერტიკალი არსებობს ყველგან. ოჯახშიც, სამსახურშიც, სახელმწიფოშიც, ეს ვერტიკალი მნიშვნელოვანია, ჰორიზონტალზე კი ადამიანი ღირსებით ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ პასუხისმგებლობებით ყველას ერთი პასუხისმგებლობა არ გვაქვს, ჩვენი როლებიდან გამომდინარე და აი აქ ბავშვთანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორიტეტი დარჩეს მშობელი. ავტორიტარი კი არ იყოს, აი რომ მე მესმის შენი და ის რო ლაპარაკობს, თქვათ, რა ვიცი, რაღაც დამავიწყდა ამ თამაშების სახელები, რასაც ანიმეებზე ან რაღაცებზე, ხო, რასაც უყურებენ ბავშვები ან რაც აინტერესებს, მაგალითად K-pop-ი ან რაღაცა, რომ მე მესმის ეს.
ეხლა კი არ მომწონს და ვგიჟდები, მაგრამ მესმის და მოგისმენ და უი რა მართლა რა საინტერესო, აი მე ამას უსმენ, აბა შენ და რაღაცნაირად რომ შევიდე დიალოგში, არა ის რომ თქვა ეს ერთმნიშვნელოვნად უგემოვნება და ჩემ დროს ეს ბავშვები ამას რაღაცები რო იციან რა როგორ გაფუჭდა ახალგაზრდა, ეგ არის პირდაპირ წყალგამყოფს აკეთებ იმ ბავშვთან და ბავშვს უხარია მე მაგალითად აზროვნების აკადემიაში ბავშვებს უმადლობას უხდი, იმიტომ რომ რაღაცებს რო ვეკითხები და რომ მასწავლიან ძალიან უხარიათ, იმიტომ რომ და ვეუბნები რა თქვენ რო არ გესწავლებინათ, ეხლა მე ამას არავინ არ მასწავლიდა, იმიტომ რომ აი ვის უნდა ვკითხო, ხო, ესეთი რაღაც აი თქვათ პირობითად Minecraft-ზე ან რაღაცაზე ხა ეგეთ და ან ჩვილებს რომ ვკითხო, ალბათ არ მასწავლიან ნამდვილად და დიდებიც არიან და ეს ბავშვები ისე უხარიათ და მე ამაზე ვსაუბრობთ, მე რაღაცა იქ პერსონაჟებზე საუბრობენ და მე კეთილი ბოროტ. ანუ აქედან გამოგვყავს, იმიტომ რომ მათი სამყარო ეს არის და ცოცხლდება და ეხლა მე რა ვიცი მე შემიძლია ეხლა სერვანტესზე ველაპარაკო, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება ისე უნდა გადავიდე იმაზე, რომ მისთვის ეს ბუნებრივი გადასვლა იყოს და არ იყოს თავსმოხვეული და რაღაც ესეთი. ეხლა რაც შეეხება სკოლისთვის მზაობას, ბავშვი უნდა წავიდეს სკოლაში. მე ჩემას ვიტყვი და თქვენ რა თქმა უნდა თქვენი აზრი გაქვს. ჩემი აზრით ბავშვი ზაფხულის არდადეგებზე არ უნდა მეცადინეობდეს. ჩემი აზრია ეს. ეხლა რა ვიცი მშობლები ზოგი 1000 ამოცანას აკეთებინებს, 1000 მაგალითს აკეთებინებს, ეს თქვენი არჩევანია, მე ამაში ვერ ჩავერე, მაგრამ ჩემი აზრით დასვენება უნდა იყოს დასვენება. მე იმიტომ რომ დასვენება არ ვიცით არც ერთმა, მიდიხარ ლეპტოპით, კიდე მუშაობ, კიდე ყურში რაღაცა გაქვს, კიდე წყლიდან ამოხვალ, კიდე აგზელ, იმიტომ რომ არ იცი დასვენება, იმიტომ რომ ესე გაიზარდა, რომ სულ უნდა რაღაცა წერო და ეს დასვენება ძალიან მნიშვნელოვანი და მაგრამ ზაფხულის არდადეგებზე ერთადერთი რაც უნდა ბავშვმა გააკეთოს, ალბათ ეს არის წიგნი წაიკითხოს. და ამას თუ მოვახერხებთ, რომ წიგნები წაიკითხონ, ეს იქნება ყველაზე კარგი მეთოდი და მათემატიკის განტოლებები ამ მოხსნას, იმიტომ რომ არ ჩამორჩეს, იქნება გადატვირთვა. ჩემი აზრია, კიდევ ვიმეორებ, ვერავის თავს ვერ მოვახო, ყველა მშობელს თავისი აზრია. ბავშვებთან ერთხელ ვთქვი და ძალიან შეუყვარდი ყველა ბავშვს, რომ დედაჩემს დავარეკინებო თქვენთანო და იქნება უთხრათო, რომ არ მამეცადინოს ზაფხულში. მოთხრა დაარეკინე ვეთყვი და ნახოთ. ხო, ანუ იმიტომ რომ მართლა ცოდოა რა, მთელი წელი ბავშვი დადის 5-6 რაღაცაზე, ცეკვაზე, სპორტზე, ინგლისურზე. რა ვიცი, ხო, სპორტზე ნაკლებად მართალი გოგონები საერთოდ არ დადიან სპორტზე და უფრო ცეკვაზე. მათ ცეკვაც სპორტია. ბიჭები კიდე უფრო დადიან, მაგრამ აი მართლა ტომარას დაემსგავსება ადამიანი სპორტის გარეშე. ხო, არ შეიძლება სპორტის გარეშე ამყოფო ადამიანი. მე არ ვამბობ ხა რაღაცა ისეთ სპორტს რომ თქვათ შტანგა აუცილებელი და რაღაცა დონეზე რომ ივარჯიშოს, ხო, იმიტომ რომ ფიზიკური ჯანმრთელობა არის სამ სამკუთხედზეა დამოკიდებული. პირველი არის ძილი როგორი აქვს, მეორე არის როგორ იკვებება და მესამე როგორ მოძრაობს. ეს სამივე თუ მოშლილი აქვს, არ ძინავს თელი ღამე პლანშეტშია, არ იკვებება ფასტ ფუდით იკვებება და არ მოძრაობს, წარმოგიდგენიათ მისი ჯანმრთელობა არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ფიზიკური ჯანმრთელობა რო საფრთხის ქვეშ არის, ფსიქიკური ჯანმრთელობა ეს ერთმანეთთან კავშირში. იქ ირღვევა ჰორმონალური თემა, ჰორმონალური ენდოკრინოლოგია და ნევროლოგია ესეა გადაბმული ერთი მეორეს იწვევს, მეორე პირველს და შესაბამისად უამრავი დარღვევები და პირველ რიგში გასუქება მოზარდის, რომელიც გულისხმობს სწორედ რომელიც სწორედ შეიძლება იყოს მისი უსაფრთხოების მოშლიდან გამომდინარე. როგორც პანდემიის ან ომის დროს ვამარაგებთ მაცივარს, ისე ამარაგებს ადამიანი ცხიმებით თავის ორგანიზმს, ანუ გასუქება ეს არის მისი უსაფრთხოების მოშლა. და აი ეს ემართება მოზარდს მე ამ შემთხვევაში. ეხლა რას ეს ვთქვი რომ ჯობია რომ არ იმეცადინოს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, დაახლოებით 2 კვირით ადრე სკოლის დაწყებამდე, აი დაახლოებით დღეს რო დღეები მიდის, უკვე უნდა რეჟიმის შეცვლაზე დავიწყოთ ზრუნვა, რომ უფრო ადრე ადგომა ნებისმიერი გზით
თქვათ რაღაცა ადრე დაწოლა პლანშეტთან ურთიერთობის ცვლილებები, უნდა დაიწყოს საუბარი სკოლაზე, ახალ საგნებზე, რაც უნდა ისწავლოს მან. ნუ ყველა პირველ კლასში ხო არ მიდის, ზოგი მეხუთეში მიდის. დაიწყოს რაღაც ახალ ტანსაცმელზე, რომელსაც ახლა უყიდიან მას, მეგობრებზე, რომლებიც ენატრება, მასწავლებლებს. მე ხშირად მithქვამს ბავშვებს, ერთ-ერთი დიდი ბედნიერება. ბედნიერება ალბათ ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი არის სწავლის სიყვარული. ადამიანს რო უყვარს სწავლა, ის არასოდეს არ მოიწყენს, ის იქნება მთელი ცხოვრება ბედნიერი. ამ არ ვარ კატეგორიული, ჩემი აზრით, ამ ნაწილში, იმიტომ რომ ჩემ აზრს ვამბობ ამას, იმიტომ რომ მე ესე მგონია, რომ შემეცნება არის ყველაზე დიდი ბედნიერება რაღაც სიახლის და ერთ-ერთი. და ამიტომ ეს რო შევაყვაროთ, უნდა გაუჩნდეს мотивация. мотивация არის პასუხი კითხვაზე, რისთვის უნდა წავიდეს სკოლაში, რისთვის უნდა ისწავლოს, რა არის ამისი საბოლოო მიზანი. მოვერიდოთ ბავშვებთან კითხვის და ფორმულირებას, შენ შეტყობინებას და რატომს. შენ არის ბრალდება და ეგრევე თავდასხმაზე გადმოვა, შენ და მე იარლიყებს, შედარებებს, იარლიყებს, ესეთი ხარ, ნუ ცუც განსაკუთრებით და რატომ არ მეცადინეობ, რატომ არ ისწავლე, რატო დაიგვენე, იმიტომ რომ რატომ თქვენც ხო ეხა წაღან სიტყვაზე რომ ვლაპარაკობ, გვესმის როგორც თავდასხმა და თავდასხმის საუკეთესო თავდაცვა ისევ ბრძოლა არის და იმიტომ და შემეშვიდა თავი გამანები. ჯობია რომ გადავიყვანოთ როგორ მოხდა, რისთვის, აი ესე კითხო რომ რისთვის აკეთებ ამას, მიზანი რა არის შენი, რომ იმსჯელოს და როგორ მოხდა, რომ აქამდე მივიდა ჩვენი რომ ვთქვათ ორები გამოყვა, აი როგორ მოხდა, რატომ და თავი არ ტყმევინო, რა ვიცი, მე არ ვარ ამის მომხრე. ზოგს შეიძლება კარგად გამოსდის და ვერ გეტყვით, მშობელს ყველაზე მეტად უყვარს თავისი შვილი და ალბათ იცის როგორ მოიქცეს, მაგრამ მაინც ჯობია ჩემი აზრით რომ სიმკაცრე მნიშვნელოვანი ერთხელ ერთმა უცხოელმა მითხრა გამოვალაღეთ ეს ბავშვები ლაპარაკითო და ერთი კაი ჯანჯღარი და ჯაჯგურებაც უნდათო ამაში ვეთანხმებოდ მე ეს არ შემიძლია და აი ვისაც შეუძლია ალბათ კარგია მაგრამ ჯობია რომ ბავშვი შევამზადოთ სკოლისთვის პოზიტიურად საერთოდ პოზიტიური აზროვნება იმისთვის არის კარგი რომ ხა ბევრ ადამიანს აღიზიანებს რომ აი ყველაფერი კარგად იქნება ფრაზა ну აი რა სისულელეა საიდანიც განსაკუთრებით ცოტა დეპრესიულებს განსაკუთრებით ვინც რეალისტი ვარო იძახის ხო მაგრამ პოზიტიური აზროვნება არის ის აზროვნება რომ შენ ნებისმიერ მოვლენაში ეცადო დაინახო შენთვის სარგებელი პოზიტივი და კითხვაზე პასუხი რა გასწავლა ამან და თუ რამე გასწავლა მე მაგას ვეუბნები ხოლმე ბავშვს TikTok-მა რა გასწავლა აი ერთი რამე კვერცხი შეწვა თუ გასწავლა კი ბატონო კაი აი რას გასწავლის ეს და ნუ ის ცალკე თემა ეს რილსები ეს ის რას იწვევს როგორ ყურადღების დეფიციტს როგორ კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას ეს სკროლვა იმიტომ რომ თვალი გადარბის იგივე ჭამის დროს ყურება როგორ აერორებს მე ვეღარ იგებს ტვინი და კუჭი ტვინი ვერ იგებს დანაყრებას და ასე შემდეგ ნუ რაღაცა რეჟიმი ეს სამი რამეა პირველი ესე იგი მოძრაობა ძილი კვება აუცილებლად და რეჟიმი აი რიტმი რომელიც ადამიანს გადაარჩა არითმია არის დაღლა და გადაწვა და რითმი არის ადექი ისაუზმე რაღაცა წახვედი მოხვედი იმეცადინე დაისვენე გაერთე აი ამ რიტმში რეჟიმში ყოფნა არის წარმატების საწინდარი და ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი და ესეთი ადამიანი ნაკლებად იყრება უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს და მეტი სტრესმედეგობა აქვს და ვინც აცაბაცა არის ნუ ესე აცაბაცა ცხოვრობს თუმცა ამის უფლება აქვს რა თქმა უნდა ზოგი ეგეთი მოწყობა აქვს ტვინის და ვერაფერს ვერ იზამს ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერსად ვერ გავიგე აი ისეთი ახსნადი როგორიც თქვენ შეგიძლიათ და თქვენი აზრით უგაჯეტოთ შეიძლება რამე ბავნო ჩემს შვილებს რაღაცა პერიოდში თუ არ ჩავთე თუ გაჯეტით მავნებლობაზე ძალიან ბევრი გავიგია და უგაჯეტო მავნებლობა არსებობს თუ არ არსებობს აი ეგ მაინტერესებს აი როგორი არსებობს იცით რატო არსებობს რომელი ასაკი აქ ეგ
6-7 უკვე შეიძლება ზომიერად მოზომიერად რო გქონდეს. ისე კორიდორები ჩვენ ვეძახით მე და ბავშვები მაგას კიბერდიეტას. ანუ ჩვენ გადავდივართ კიბერდიეტაზე, ვთქვათ ორშაბათიდან რაც გულისხმობს იმას, რომ ვთქვათ აი რა ამ საათებში არ ვიღებთ და მე ყვებიან, მე მაჩვენებენ რამდენი საათი იყვნენ ტელეფონში და ყოჩაღათ არიან, უხარიათ, როდესაც ეს დიეტა შეასრულეს, კიბერდიეტა. იმიტომ რომ თქვათ უმაგისოდ ვერ იქნებიან ახლა ეს გასაგებია, იმიტომ რომ ესეც ინფორმაციის წყაროც არის და კომუნიკაციის საშუალებაც და ახლა 2 წლის და 3 წლის ბავშვს არ ჭირდება და განსაკუთრებით არ ჭირდება ჭამის დროს, იმიტომ რომ ეს რო დევს აქ და რო პირდაღებული დედა აჭმევს და ამას უყურებს, ტვინში ინფორმაცია დანაკლების შესახებ არ მოდის და მე ბევრი კვებითი დარღვევები შეიძლება იყოს დაკავშირებული ამასთან. უკვე ვეღარ იგებს დანაკლებას. და ამიტომ რომ სისხლის მიმოქცევა წავიდეს კუჭისკენ და არა ვიზუალური ინფორმაციის გაანალიზებისკენ და ამიტომ ჯობია გაიმიჯნოს ესეც თან ყურება და თან ის რომ არ მოხდეს. 3 წლის გახდა ჩემი გოგო და გამიჩნდა დანაშაულის შეგრძნება კი პირველად. კიდევ ერთხელ ძალიან ვიჯერებთ და შესაბამისად ძალიან ფრთხილად ვეცები და ჩემები აბსოლუტურად მოწყვეტილი ყავს გაჯეტებს. თუ რაღაცა ახლა ხან დამიწყე ჩართვა ქართული რაღაცა საბავშვო სიმღერების. სულ სტრესულად ვარ რომ რამე სხვა მაზიანებ და ამას წინდა გითხეს რომ ვინ არის შენი საყვარელი პრინცესა და უპასუხა რომ არ მინდა ჩემი საყვარელი პრინცესა არ იცის. არც ერთი პრინცესა დედამიწის სულს და ამ გაჯეტები და მომთმინო. თუმცა გამიჩნდა შეკითხვა რომ რამე სხვა არ გაშავებ და რამე სხვა მიზიანებ რომ მოწყვეტილი მყავს ამ ყველაფერს და ხომ და დამიწყო უკვე რაღაცა რაღაც დოზი ცოტა ხო ცოტა რაღაც 9 საათი დღეში რა უჭირს ხო რამ 9 საკის არის 3 წლის ჯერ პატარაა მაგრამ ნუ თქვათ რაღაც ცოტა ხანი 15 წუთი რაღაც მულტფილმი რო ნახოს თორე ეგ აკონტროლო დრო თორე ხა ისე ზედ ტელევიზორი ადრე ტელევიზორზე იყო ერთი ამბავი და ტელევიზორი ჯობია იმიტომ რომ ტელევიზორთან დისტანცია ტელევიზორს მივხვდი ხოლმე 3 წლის არის და რაღაცა პერიოდი მაქვს რომ რაღაცა ერთი შინაარსობრივად თან ახლა რო არ გაუწყდეს ეს აზრი და მე სულ ფილმზე არ ვფიქროს და კიდე არ გაუჩნდეს ეს სურვილი 9 საათი იქნება 20 წუთი იქნება ტელევიზორით ვაყურებინებ ფილმს და ტელევიზორი ჯობია ხო ეს რამდენად დამაზიანებელია იცით რა ეს ვერსპესის ვერ უბრალოდ უყურებს არც ჭამს არაფერი ხო და ეს ყურების პროცესი სტერილურად ხო ვერ გავსდით ახლა ტელევიზორს არ უყუროს 31 საუკუნეში ტელევიზორი რა რითი ჯობია ხა ნახეთ ტელევიზორსა და ჩემს შორის არის დისტანცია ანუ ის ისე ვერ შთამთქავს როგორც ეს მისრუტავს პირდაპირ და თან ნახეთ პრივატულ ველში შემოდის პრივატული ველი არის 50 სანტიმეტრი თქვენთან ასე რომ მოდის ვიღაცა უკან ხო იწევი იმიტომ რომ არ ქსიამოვნებს აი აქ რაღაც ვიღაცა რომ მოვა და ან გასუნთქებს და აი აქ შემოაქ ხო წარმოიდგინეთ და ამ ველშიც ენერგეტიკის დაბინძურება ხდება იმიტომ რომ უამრავი ნეგატიური ინფორმაცია მე რეკომენდაცია არსებობს რომ მქონდეთ ის აპლიკაციები სადაც გააკონტროლებთ რას უყურებს თქვენი შვილი აუცილებლად იმიტომ რომ იგივე ლოკაცია იგივე ეს რას უყურებს და ტელევიზორი უფრო ის არის რა მასთან ესეთი შეთქვეფა ვერ მოხდება და აქ თქვეფა ხდება და 3 წელი მაინც პატარაა ხა იმისთვის ამისთვის და ტელევიზორისთვის უარის არა ტელევიზორი ხო ხარ მულტფილმი არა 3 წელი უკვე ბაღში მიდის და ბაღში დიაფილმებს აჩვენებენ და რაღაცა და თეატრში მიყავთ რაღაც ესე საბავშვო რაღაც წარმოდგენა არა ესე ვერ გაზდით ვერანაირად ხო ბავშვო თლობთ მე მადლობა მინდა მოგახსენოთ აზროვნების აკადემიისთვის საქართველოში ძალიან მცირე რესურსებია და მე პირადად ძალიან
კარგი საქმე ესე ჭყალებში რო თქვა გამიკეთა, იმიტომ რომ 3 წელი ჩემი შვილი დადის თქვენთან იოსებეთის ფილიალში. და მოკლედ ამან უზრუნველყო ის რომ საკმაოდ რთული პერიოდი გადავიარეთ მეტნაკლებად დაძლევადი გამოწვევებით. ეხლა მაქვს ესეთი შეკითხვა მეორე ბავშვთან დაკავშირებით. ანუ როდესაც პირველ კლასში მივიყვანე ჩემი გოგო პატარა. ესე იგი ბავშვი იყო ძალიან მოტივირებული, ძალიან უყვარდა წიგნები და იყო ძალიან მოწესრიგებული. პირველი კლასის მერე მივიღე სრულიად ქაოტური ბავშვი, აღარ უყვარდა სწავლა და საერთოდ აი სწავლის მიმართ, კითხვის წიგნის მიმართ მიდგომა იყო ნეგატიურად შეცვლილი. კერძო სკოლაში დამყავდა. იქ გამოვიკვლიე რაც იყო მიზეზები და სკოლა შევცვალე. ოდნავ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ძირითადი ღერძი ანუ სწავლის მიმართ მისი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბავშვი რაღაც მოდელირებას აკეთებდა მშობლის პრობლემისგან და რა ვიცი, მე სულ წინი მიჭირავს ხელში და სულ რაღაცას ვსწავლობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ახსნისა, ვთვლი, რომ ანუ არ გვყავს სწავლა. და როგორ შეიძლება რომ უკვე აი მეხუთე კლასში გადადის? სხვათა შორის ვერ ვიტყვი, მასწავლებლები აქებენ, ესეც რაღაც არასწორი ტენდენციაა, ესე მგონია. შეიძლება კერძო სკოლებში ხდება ეს, რომ მშობელი რომ მაყოფილი იყოს, ბავშვი რაღაც ერთ წინადადებას რომ სრულად იტყვის, აქებენ, მაღალქულას უწერენ, ეს ვთვლი, რომ ძალიან ცუდი რაღაცაა, ეხლა პირველ კლასელს და მეოთხე კლასელს არ შეიძლება რომ ერთი წინადადების თქმისთვის ერთნაირად შეაქო, ეს მგონია რომ мотиваციას უკარგავს. აი ხომ ვერ მოგცემთ რაიმე რჩევას, როგორ შეიძლება ავამაღლოთ სწავლის мотиваცია. არის მე მგონია რომ არ არის ეგ ხა საშიში რას თქვით, არაფერი არ უჭირს. ეგ პერიოდები ადამიანებს აქვთ, ეხლა სუნთლად იცით რა არის, აი საერთოდ სისტემატიურობა მიცის მობეზრება. ხა წაღანგი ვილაპარაკე რეჟიმზე, მაგრამ ძალიან იცის ამოგდება მე, იმიტომ ერთი პოლარობა იწევს ხოლმე მეორე პოლარობას. ეხლა ეს როგორც ჩანს, იმიტომ მოხდა რომ მას აი პროკრასტინაცია ეწყებათ ბავშვებს. რა არის პროკრასტინაცია? გადავადება სწავლის. შეიძლება ბლინები გამოაცხოს, სახლის შეღებოს, ოღონდ არ იმეცადინოს. ანუ კი არ ზარმაცობს მეცადინეობას გაუგვის. ეს რატომ მოხდა? ეს ხდება იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მას რაღაცა გამორჩა, სადღაც ქონდა ჩავარდნა და იმის მაგივრად, რომ ეს ვინმე შეემჩნია და თქვა რომ არაუშავს, ვიღაცებმა გაასწრეს, ალბათ მასწავლებელმა შეადარა, მე ვარაუდობ რაღაცებს და შესაბამისად, იცით როგორ არის, მე რომ რაღაცა ვერ გავიგე, მე ვიკითხებ, არ მიპასუხეს ან ვერ გავიგე, მე აღარ ვკითხულობ, მე უკვე ამ ჩავარდნის გამო ვიწყებ სიზარგაზე, ზარმაცდები. სიზარმაცე არის ტრანსფორმირებული შიში, ზარმაცე არ არის ადამიანი. რაღაცის ეშინია და ზარმაცი და ნიჭიერი რა კაი სათაური მაგ რაჯობია, თან ნიჭიერი ვარ, თან ვითომ. სინამდვილეში რაღაცის მეშინია, რო არ გამომივიდეს იმის მეშინია და მირჩევნია არ გავაკეთო და არ გამომივიდეს, ვიდრე ვიწვალო და დავწმუნდე, რომ მე არ შემიძლია. ეს ძალიან შეიძლება ცოტა ფსიქოლოგიით გამოადგეს, ცოტა ხანი თუ ატარებთ мотиваციისთვის. ეხლა мотиваცია რა არის? мотиваცია არის შიდა და გარე. გარე мотиваცია არის ნიშანი, შექება, ყოჩახ რაღაცა და შინაგანი мотиваცია მაინც ამასაკში არ აქვს ხოლმე. აი ზოგი არის ბავშვი, რო ბავშვობიდან მეცადინეობს, რაღაც პერფექციონისტული ის რაღაც დამოკიდებულება, რომ ყველას უნდა აჯობოს თუ რა ვიცი რაღაც ეგეთი, მაგრამ ეხლა ეგეთი გადაფსიხებას არაუშავს, როგორც ისწავლის, მაგრამ შიდა мотиваცია უშვება უფრო ცოტა დიდს, რომ ხედავს, რომ სწავლა არის პრიორიტეტი, რომ ხედა ისეთ სკოლაში, სადაც სწავლა მოდაშია მაგალითად, არაძველ ბიჭობა, ზოგან სწავლაზე დასცინია შკოლნიკებს ეძახიან. ბავშვებს აქვთ თვითონ შიდა განლაგება აქვთ ისეთი, რომ
ვიღაცას წერვები, ფიქმი გოგოები, რაღაც ბულერები, ისინი ეს ძველი ბიჭები, რაღაც ეგეთები და სად მოხდება იდენტიფიკაციას ვისთან აკეთებს მნიშვნელობა აქვს და თუ კერძო სკოლა ალბათ უფრო ადვილია რომ იქ რაღაცნაირად იდენტიფიკაცია ესე ჯგუფებთან მოხდეს, სადაც სწავლა უყვარს, მაგრამ უნდა იყოს мотивация არის ის რომ რას მოგცემს ეს, რამდენად საინტერესოა ეს, ახლა ცოტა მშობელმაც და აქ უკვე ბევრი მასწავლებელმა უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ მასწავლებელს ძალიან ბევრი რამე შეუძლია და სამწუხაროდ პირიქით აი ერთი რო უთხრას მას რით ვერ გაიგერა შენ კიდე ეს რო უთხრას შეიძლება დაამთავროს ვიღაცამ აი ერთმა ფრაზამ ვიღაცისთვის შეიძლება გახდეს мотиваტორი რომ გაჩვენებს სერს ახლა გააჩნია ბავშვს და ძალიან არის დარდო თუ დაიწყებს სწავლას მithumetes თუ დაიწყოს სწავლა თავიდან ესე იგი მისთვის ეს უნარჩვევა ნაცნობია უბრალოდ შეიძლება წახალისება რაღაცით თქვათ behavioristულად რომ თქვათ რა ვიცი რაღაცას თქვათ ზამთარში თხილამურზე წავალთან აი ხა ეს ნიშნებზე გაგიჟება საერთოდ არაფერზე გაგიჟება არ ღირს რა აი რაღაცა ესე რომ ძალიან რო გიждდებიან, გინდა წონაზე, გინდა იმაზე გრამებზე, გინდა კალორიებზე, ისე რა გაგიჟებს რა მნიშვნელობა აქვს. მე გამოდის რომ არ ხარ კარგად და არსებობს ჯანსაღკვებაზე დამოკიდებულება. ზუსტად ისეთივე ადიქტები არიან, როგორც რა ვიცი, არაჯანსაღკვებაზე. რა ვიცი. ამიტომ რაღაც უფრო მშვიდად და სადად და რაღაცა გამოუვა მე მგონი ხო. მშვენივრად საუბრობთ. თქვენი სახელი შეიძლება იმის. იცით აი მე ხა დიდი სიყვარულით გიპასუხებთ, აი თქვენი შიშები სულ ტრანსლირდება იმ ბავშვში. აი აქ საუბრის დროს იმდენჯერ თქვით რომ გეშინიათ იმის რომ რაღაცა ნუ გეშინიათ რაღაცა მოუნდება, რაღაცა არ მოუნდება, რაღაცას მიატოვებს ცხოვრება ხო ეგ არის ხა აი რაღაც იცით ეს ჩვენი მან დაიჭირა ზუსტად თქვენი შიში და ის სენსორები აქვს ბავშვს და ისე აი ამ ღილაკებს აჭერს ხელს რითიც განერვიულებს განერვიულებს თქვენთვის ცუდი უნდა
აქ არის ლაპარაკი ყურადღების მიქცევა. მან დაინახა როგორ ანერვიულოს დედა რაღაცაზე, რომ აი მე მეშინია რომ და მიატოვოს არა უშავს რა. რაც მე საერთოდ თუ მიიღებთ ისეც როგორიც არის ადამიანს, ის ბევრად უფრო მეტი შანსია განვითარების, ვიდრე თუ სულ მეშინია ეს არ დაემ. რისიც მეშინია ის მემართება მე. შიში ხო მე ტრანსფორმირდება და ტრანსლირდება რეალობაში და ამიტომ ნუ რაღაცას ახლა რაღაცა არენდომება, რაც უფრო მივიღებ ამას და რაც უფრო არა, იცით რა, არის რაღაცები, რაც არ განიხილება. აი მაგალითად, ბავშვმა რო თქვას ესეთი რამე, რომ მომბეს და სკოლა არ მინდა, ამ თემაზე არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში. გამორიცხულია, წეღან რო თქვი, რაზედაც იწყებ პოლემიკას, იქ მოგიგებს. არ შედიხარ. ეს არ განიხილება სკოლაში არსება. როგორ შეიძლება რომ მეხუთე კლასელმა ბავშვმა თქვას არ მინდა სკოლაო. ერთხელ მომიყვანეს ესეთი და მეოთხარი ისა მაგასაკთან არ მუშაობ, მაგრამ და მე მშობლების თანდასწრებით უთხარი, რომ ის მეთქი არა ეს არ განიხილება, მეთქი ახლა სკოლაში არსებული ნიშნავს იმას, რომ თქოთ არც მომავალი ექნება, მშობლებს ვეუბნები მის გასაგონად. და საერთოდ მაგაზე ლაპარაკი არ არის და იმიტომ რომ იქ და ისიც თქვი შეიძლება შიში ცუდი мотиваტორია, მაგრამ ბავშვისთვის ზოგჯერ სოციალური მუშაკები მოვლენ სახლში და შეამოწმებენ რომ მართლა ეგრეა ბავშვი სკოლაში არ დადის და ამის გამო შეიძლება ბავშვი წაიყვანონ მეთქი მშობლებს ვეუბნები ამას. ამიტომ არ განიხილება ის რომ სკოლაში არ იაროს და მორჩა. ახლა ის რომ შეიძლება ახლა თვეში ერთი დღე არ წავიდეს და რაღაც გასაგებია, მაგრამ ის ესე დაყენება რომ მე, იმიტომ რომ თუ კი შეგატყო რომ განერვიულობ, მე ყველაფერზე პედალირებას აკეთებს. მე სკოლა არ უნდა, მე ის არ უნდა, მე სპორტი არ უნდა, რაღაცები არ განიხილება. აი მაგალითად თქვათ ვარ თეატრის მსახიობი და არ მყავს დამტოვებელი ბავშვის და დამყავს კულისებში ბავშვის არის უკული. არ განიხილება მისი სადმე დატოვება. მას უნდა ეს, არ უნდა ეს, მე ვარ მასზე პასუხისმგებელი. და ეს ბავშვს უნდა უთხრათ. მე ბავშვებს ვეუბნები მაგას, რომ 18 წლამდე შენ უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი მშობელი. ამიტომ მას აქვს ძალიან ბევრი უფლება. მას ყველაზე მეტად უყვარხარ და მან უკეთ იცის ბევრი რამ. გასაგებია რომ ხა პრივატულ სივრცე. ეს ბავშვმა უნდა რაღაცნაირად ნახეთ რა არის, ეს არ განიხილება, არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. აი მაგალითს გეტყვით. მაგალითად ბავშვებს ამას ქვია ფეხი კარში. ბავშვი ამ ტექნიკას იყენებს. აი ბავშვი მოდის და გეუბნება. მაგალითად აი რაღაც 5 ლარი, 10 ლარი მომერა, ან 100 ლარი რაღაცა და ბრაზდები სადამ აქ 100 ლარი, საიდან მოიტანე 100 ლარი და ხო კაი, მაშინ 20 ლარი და 20 უნდოდა სინამდვილეში. ანუ მოიგაცემინა ეს კაი. ან კიდევ თქვა შეიძლება გააკეთოს ისე რომ ამას ეს საიდან იციან არ ვიცით, იმიტომ რომ დიდი სწავლობს და ბავშვმა იცის ტექნიკურად როგორ გაგაკეთებინოს რაც მას უნდა. და როგორც კი წამოეგები, ხდები, ასე ვთქვათ, მისი მსხვერპლი და მე კარპმანის სამკუთხედში აღმოჩნდება მსხვერპლი, მოძალადე, რაღაც ხსნელი და ხან ერთი ხან მეორე ხან მესამე. და ამიტომ არ განიხილება იმით არის კარგი, რომ აი მაგალითს ვიტყვი, არ განიხილება ძმაკაცის ცოლთან ურთიერთობა და თუ განიხილება რა პრობლემაა? ისევ ამბობ, ხო? თუ განიხილება ნათესავებთან ურთიერთობა, მაშინ ქცევა სჭირდება დაშვება. ჯერ უნდა დაუშვა, მერე სიტუაცია მჭირდება. სიტუაცია ხიდად გაედება და განხორციელდება ქცევა. და რაღაცებს არ განვიხილავთ. და ეს არ განვიხილავთ, არ არის აკრძალვა.
ფანჯარაზე რო ავიდეს ბავშვი და იქ ცეკვავდეს, ხო არ დაუწყებ, ხომ არ ჩამოხვიდოდი და რაღაც საუბარს, მოკიდე ხელი და ჩამოს. ანუ არის რაღაცა, რაზედაც ხარ პასუხისმგებელი, რომ გამორიცხულია, მაგაზე პოლემიკაში არ შედიხარ. შეიძლება შეხვიდე რა ჩაიცვას, რა ჭამოს რაღაცა, მაგრამ არის რაღაც თემები, შეიძლება ეს იყოს მორალი, მაგალითად ჩემთვის, ეს იყოს რაღაც პატივისცემითი, ღირებულებითი ნაწილი, რომელიც არ განიხილება და დანარჩენი ახლა რაღაც ვთქვათ, შეიძლება ზოგჯერ ისწავლო, ზოგჯერ არ ისწავლო, ზოგჯერ უნდოდეს ან არ უნდოდეს, მაგრამ ეს ძალადობაც არ არის რა, აი ძალიან დიდი განსხვავება იძულებით. ბავშვმა არ იცის, რომ სხვანაირად შეიძლება, ხვდებით, როცა შენ ჩვეულებრივად დაკყავს რაღაცაზე. რაც შენთვის პრიორიტეტულია, რა თქმა უნდა. თორე ისე ბევრი რამე უნდა არჩევინო. მაგაში, მაგრამ ეს სკოლის არჩევა იმის იაროს თუ არა გამორიცხულია. აი ეს ხვდებით, იმიტომ რომ ეს უკვე ძალიან ცუდ რაღაცასთან მიიყვანს ბავშვს, მე ამას გამოიყენებს. ამიტომ მას არც უნდა თავში აზრად არ მოსდის, რომ შეიძლება ეგეთი რამე თქვას. აი ხა თქვენ მოგდიოდათ თავში აზრად ეგეთი რამე, იმიტომ რომ ეს არ განიხილებოდა, ხო? და ამიტომ და ის რომ ხა შეიძლება რაღაცა მობეზდეს, შეიძლება შეუცვალო, შეიძლება მე თავიდან ახალი, მაგრამ ეს შიში არ გინდა რა, ეს შიში არის ის რაც იწვევს, აი პირდა ვიბრირებს, ის გრძნობს ამას და იქცევა ისე რომ კიდევ უფრო შეგეშინდეს. რა ვიცი, მეც მბეზდებოდა, მე ესე მახსოვს. საჭმელიც შეიძლება მოგბეზდეს, ტანსაცმელიც, რაღაცა მეცადინეობას, ამისგან ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. რაღაც მე ისევ თავიდან დაიწყოთ. გაკვეთილი თუ საინტერესო რა თქვენ არ მოგბეზდებათ? ეს ხო მასწავლებელმა უნდა მე იცით რამე, ქიმია რო არ აინტერესებთ. ქიმიაზე საინტერესო ჩემთვის საგანი არ არის. ვეუბნები საჭმელი, რასაც ხედავ ქიმია, როგორ შეიძლება, ვერ იტანენ. ვერ ახერხებს მასწავლებელი რომ დააინტერესოს, ახლა თორე როგორ შეიძლება არის რაღაცები თითქოს მგონია რომ წესით უნდა გაინტერესებდეს, მეტნაკლებად. და რაღაცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცა არ განიხილება, ხო? არა, მე რაღაც პირველ კლასს იცით რა გააჩნია რა ასაკში რა არის. აი მაგალითად არის ესეთი თემა რაღაცა, ვთქვათ, აი ნარკოტიკები უნდა ვასწავლოთ სკოლაში, არ ვასწავლოთ. რაც მე ზოგჯერ რაც მე სასწავლი, მით მეტად მას ძალიან სათუთად შესატანის საგანია, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ შეიძლება დააინტერესო, ხო? და პირიქით ინტერესი შენ გინდა რომ უთხრა რომ ცუდია და რა არის რაღაცები, რასაც ასაკი ჭირდება, როგორ აუხსნი. ეს არ არის ტყვილი. ეს არის რაღაც აი მაგალითად ერთ-ერთ შეხვედრაზე განათლების სამინისტროში ადრე რაღაც სექსუალური განათლებაზე იყო ლაპარაკი და იქ იყო მასე რომ უნდა ისწავლებოდეს თუ არ უნდა ისწავლებოდეს. იცით რა არის, რაღაც ასაკში ეს რო ასწავლო, ანუ განიხილო ეს საკითხები, ესე იგი დასაშვებია ჩემთვის. მაშინ მე აღარ მაქვს ის პულსაცია, რაც ადამიანს აქვს ბავშვს, რომ ინტერესი. თავისთავად ეს უნდა გაიაროს, შეიძლება ექიმთან, შეიძლება ფსიქოლოგთან, შეიძლება რაღაც ვთქვათ სპეციალისტთან, მაგრამ გაკვეთილის შეიძლება ისეთი სახე, მასხარაობის სახე მიიღოს ამან. და ისეთი ინტერესი გამოიწვიოს და თან უხამსი რომ ამიტომ ცოტა აი მაგალითად ბუშებს ჰქონდათ ეგ პროგრამა abstinence only ანუ მხოლოდ თავშეკავება ცოლ-ქმარს იმიტომ რომ მანამდე რომ სექსუალური რევოლუცია და სექსუალური ის რო შეიტანეს ძალიან ბევრი აბორტები და ბევრი ეს ნაადრევი სექსუალური კავშირები წამოიღო და დაბრალდა ამ უგზოუკლო სწავლებას რომელიც საერთოდ არ კონტროლირდებოდა და ახლა მე იმას კი არ ვამბობ რომ თუ არასწავლი ვერ გაიგებს, გაიგებს, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა რომ არ განიხილება, ეს მორალი და ეს ათიმცნებაა თუ ადამიანი ხო მორალური არსება, არის შემაკავებელი. და თუ ეს შემაკავებელი იხსნება, მე უკვე ჭირდება რაღაცა გარკვეული ასაკი ცოდნა და გამოცდილება, რომ მასთან შეძლო ეს საუბარი. აი რაღაცა დოზირება
უსაფრთხო არ მგონია, მოკლედ ესე ვიტყვი ხა. ვიღაცამ შეიძლება ძალიან სწორად და კარგად მიაწოდოს და ბავშვმაც გაიგოს მეცნიერულად, ესეთი ბიოლოგიაში როგორ უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ აი ცალკე საგნად, ხო? მე ვთვლი, რომ არ არის საჭირო, რაღაც ასაკამდე და მე ახლა ვთქვათ, რა თქმა უნდა, თუ მეც არ ვიცი, როგორ უნდა ისწავლებოდეს სექსოლოგია, მე გავლილი მაქვს პირადად და ახლა რაღაც ასაკიდან ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა ბავშვს არ ჭირდება ეს ინფორმაცია, რომელიც ვთქვათ, აი მაგალითად ახლა კანადიდან ჩამოვიდა ჩემი ახლობელი და პედაგოგი 2 კვირა ქალია და 2 კვირა კაციაო და მისტერ არის 2 კვირა, მერე მისის და ეს ბავშვებს რო შეეშალოთ, ამაზე ერთი ამბავია უფლებები დაარღვია. ესე იგი, როცა მისტერ არის, მაშინ კაცია და როცა მისის არის ქალია და ახლა რაღაც სიგიჟის ფორმებს რო იღებს უკვე რაღაცა ის რაც ძალიან ადამიანური და ბუნებრივია. რაღაც თუ კი ასწავლი ოჯახს, სიწმინდეს, წესიერებას, თავშეკავებას, რატომაც არა და თუ კი რაღაც სხვას ასწავლი, ჯობია რომ მაშინ ასაკი შერჩეული იყოს მაგისთვის. მე ეს ჩემი აზრია, არავის თავს არ ვახო, რა თქმა უნდა, მაგრამ საერთოდ იმისი არ იყოს, ახლა ბავშვი გინებას მაინც ისწავლის და მოდი მე გრამატიკულად გამართულად ვასწავლი, თქო, მე უნდა ვასწავლო წესიერება და ახლა ის რომ მაინც ისწავლის, ახლა რა ვიცი. ყველას თავისი აზრი აქვს ამასთან და ეს არ განიხილება გამოიყენეთ თქვენ, იმიტომ რომ რაღაცა რაც არ განიხილება, იმაზე არ შემოდის პოლემიკაში ადამიანი.